საღამომშვიდობის ეთერშია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი ევროპული არჩევანი. რელიგიური უმცირესობების საქართველოში მათი ადგილი და პოზიცია, ურთიერთობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან, საზოგადოების დამოკიდებულება, რამდენად ტოლერანტულია იგი, რას ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება. დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა რელიგიური უმცირესობები. მე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, სერგო რატიანი, ილიას უნივერსიტეტის პრორექტორი, ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი, თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თათული თოდუა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი და სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება. დღევანდელი ჩვენი თემა, როგორც უკვე გითხარით, არის რელიგიური უმცირესობები. ბატონო ბექა, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას, რა მდგომარეობაშია დღეს რელიგიური უმცირესობები საქართველოში, რა არის მისი მთავარი პრობლემები? დღეს ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მაგრამ მოდით ჯერ ცოტა უფრო ზოგადად დავიწყოთ ამ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზე საუბრით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა საქართველოს წინაშე სწორედ დაკავშირებული იყო რელიგიის თავისუფლების დაცვასთან, ტოლერანტობის კულტურის განვითარებასთან და კონკრეტულად ეს ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს, იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას. გახსოვთ ალბათ ყველას პერიოდი, როდესაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა თავდასხმა ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებაზე 2004 წლამდე 1999 წლიდან 2004 წლამდე სადღაც 800-მდე თავდასხმა არის, ასე თქვა, დაფიქსირებული. ეს იყო თემა, რომლის გამოც საქართველოს კრიტიკის ქარცეცხლში ეხვეოდა მუდმივად. პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმას. ფიზიკურ თავდასხმას გულისხმობ, გადაწვა შენობების, ჩაშლა რელიგიური რიტუალების და კანონმდებლობა იყო დისკრიმინაციული, არ აძლევდა, თქვა, რელიგიურ გაერთიანებებს, ღია თავშეყრის შეაძლებლობას, რაც გარკვეული ნებართვები ჭირდებოდა ამას, ასევე რეგისტრაციის შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობდა რელიგიურ გაერთიანებებისთვის. უნდა აქვე ვთქვა, რომ ასევე რეგისტრაციის შესაძლებლობა და აღიარება, ასე თქვა, სამართლებრივი სტატუსი არ ჰქონდა 2002 წლამდე არც საქართველოს მართლმადებელ ეკლესიას, მანამდე სანამ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ 2004 წლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა, იყო სწორედ რელიგიური ექსტრემიზმის, რელიგიური ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრა. ამ ნაბიჯის შემდეგ, მას შემდეგ რაც დააკავეს ცნობილი, ასე თქვა, დამნაშავე ამ თვალსაზრისით ბასილ მკალავიშვილი, რომელიც მართლმადებლობის სახელით მოქმედებდა, თუმცა ის არ ეკუთვნოდა საქართველოს მართლმადებელი ეკლესიის საპატრიარქოს და განკვეთილი იყო მღვდლობისგან ოფიციალურად. ფაქტობრივად წელიწად ნახევრის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, არ გამოგვივლენია არც ერთი შემთხვევა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დანაშაულისა. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც სპონტანური ხასიათი ჰქონდა და არაორგანიზებული ხასიათი რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს, როდესაც თქვათ ძირითადად ეს დაკავშირებული იყო ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანების აქტიურ სამისიონერო პრაქტიკასთან, ხელშეშლასთან ამ პრაქტიკისა, როდესაც თქვათ ქუჩაში ესხმოდნენ თავს იმ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებდნენ საკუთარ სარწმუნოებას და 2005-დან 2007 წლის ჩათვლით 19 ადამიანი იყო პასუხისგებაში მიცემული, აქედან 7 იხდიდა სასჯელს, თუმცა შემდეგ დადგა პერიოდი 2008 წლიდან 2011 წლამდე, როდესაც ამ ტიპის დანაშაულისთვის სახელმწიფო თითქოს ვეღარ იცლიდა, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებდნენ ასეთ ტიპის დანაშაულზე და სადღაც 40-მდე შემთხვევა დაგვიგროვდა, რომელზეც სამართალდამცავებს არ მოუხდენიათ ადეკვატური რეაგირება. თუმცა მთლიანობაში ამის გარდა პრობლემატური იყო და არის დღემდე რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საკუთრების, ისტორიული საკუთრების დაბრუნების საკითხი, გულისხმობ საკუთრებას, რომელიც ჩამოერთვათ მათ საბჭოთა პერიოდში.
ეს არის სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც წლების განმავლობაში სვავს 6 რელიგიური ნაგებობის დაბრუნების საკითხს, 6 ტაძრის დაბრუნების საკითხს, აქედან 5 თბილისშია და 1 ახალციხეში. ამათ შორის თბილისში არსებული ტაძრები არის უმძიმეს და სავალალო მდგომარეობაში, რომელიც სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოსგან. 2 მათგანი ფაქტობრივად ჩამოქცეულია უკვე და დანარჩენ 3-ს იგივე ბედიელის ყურადღებობის შემთხვევაში. არის ასევე 5 ტაძარი, რომლის შესახებაც საკუთარ პოზიციას გამოხატავს კათოლიკური ეკლესია და აცხადებს, რომ ის არის კათოლიკური ეკლესიის ისტორიული საკუთრება. მაგრამ განსხვავებით სომხური ტაძრებისგან, რომელიც არ ეკუთვნის არც მართლმადიდებელ ეკლესიას და არც სომხურ სამოციქულო ეკლესიას ამ ეტაპზე და სახელმწიფოს კუთვნილებაშია, ეს 5 ტაძარი ამჟამად მოქმედებს როგორც მართლმადიდებლური ტაძარი. თუ კი თქვათ შევავლებთ თვალს თუნდაც ბათუმის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, ძალიან მკაფიოდ დავინახავთ იმას, თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს რეალურად ეს ტაძარი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკუთრება. ცხადია მისი კათოლიკური იერსახე. მეორე პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, სწორედ დაკავშირებული იყო რეგისტრაციის საკითხთან. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ და 6-მა რელიგიურმა გაერთიანებამ ერთობლივად 2001 წელს განაცხადეს საკუთარი პოზიცია ერთი მხრივ იმის შესახებ, რომ რელიგიური უმცირესობები, დასახელებული რელიგიური უმცირესობები ხარს უჭერდნენ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადებას და მეორე მხრივ საპატრიარქო აცხადებდა ასევე მზაობას იმის თაობაზე, რომ იგი გაუწევდა დახმარებას და მხარს დაუჭერდა 6 რელიგიური გაერთიანებისთვის მისთვის შესაბამისი სტატუსის მოპოვებას და ამ სტატუსის იმგვარად განსაზღვრას ჩაწერილია ამ კომუნიკეებში, იმგვარად განსაზღვრას, როგორც ეს არის განსაზღვრული ევროპულ სივრცეში, ევროპული მოდელის მიხედვით, ესე პირდაპირ წერია, რაც ასევე გულისხმობს საჯარო იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირებასაც გარდა თქვათ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსისა ან თქვათ არარეგისტრირებული კავშირისა. იმის შემდეგ ეს პრობლემა ფაქტობრივად არ მოგვარებულა. 2005 წელს შევიდა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცათ დარეგისტრირებულიყვნენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, მაშინ იყო ჩანაწერი, რომ ამ ფონდები ან კავშირები, თუმცა ესეც ამოიღეს და არასამთავრობოების ასე თქვა პირობითად რომ თქვა სტატუსით ფაქტობრივად აღარ მოიხსენიებოდა ამ ტიპის რეგისტრაცია გავლილი ორგანიზაცია და რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ გაერთიანება მისარგებლა ამ შემთხვევით და დარეგისტრირდა. და მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს უფრო ლიბერალური მიდგომა იყო საკითხისადმი, ვინაიდან ნაკლებ შეხებაში შედიოდა ამ თვალსაზრისით რელიგიური გაერთიანება სახელმწიფოსგან და სახელმწიფოს ნაკლებ შესაძლებლობას აძლევდა, რომ ეკონტროლებინა რელიგიური გაერთიანებები, თუმცა აღნიშნული 6 რელიგიური გაერთიანება ჩამოუთვლება არემ ეს არის რომის კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმთა თემი, იუდაური თემი და ევანგელურ ლუთერანული ეკლესია კვლავ განაგრძობდა საკუთარი პოზიციის, ასე თქვათ, გამოხატვას და უარს აცხადებდა რეგისტრაციის ამ შესაძლებლობაზე. და განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში ინტენსიური გახდა შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ შეხვედრებში ჩაბმული იყო და კონსულტაციები იმართებოდა საპატრიარქოსთანაც, სახელმწიფოს წარმომადგენლებთანაც და შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო 5 მაისს, იყო შემიძლია ვთქვა სრულებით ადეკვატური იმ პოზიციით, რომელიც გამოხატავდნენ რელიგიური უმცირესობები. ბატონ ზაქარია, თქვენთან მექნება შეკითხვა, გარკვეული პრობლემები დასვა, თუნდაც საკუთრებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იზიარებთ, რომ ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემებია დღეს და რატომ თუ ასეა, რატომ არ წყდება ეს პრობლემები? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები პირველი არხის მაყურებლებს, მე მრავალი წლის შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება პირდაპირ ეთერში მივმართო ჩემთვის საყვარელ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რაც ჩამოთვალა ბექამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სფეროში მეტნაკლები ხარისხით არსებობს. და თქვენ ვერ დამისახელებთ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს, სადაც ჩვენ პრობლემები არ აქვს. მაგრამ მე ასეთ დრამატულ ფერებში არ დავხატავდი გიორგი იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც დღეს წარმოგვისახეს, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად საუბარი იმის თაობაზე, რომ რელიგიურ გაერთიანებებს არ ქონდათ საქართველოში არანაირი სტატუსით რეგისტრაციის საშუალება, შესაძლებლობა, ეს ტყუილია
და დასახელდა ორი ფორმა, რა ფორმითაც ჰქონდათ ამ კანონში ცვლილებების შეტანამდე რეგისტრაციის უფლება და მესამე ფორმითაც ჰქონდათ ამ კანონის ცვლილებების შეტანამდე ეს იყო უცხო ქვეყნის ფილიალი საწარმოს ფილიალის არარეგისტრირებული კავშირის ფილიალის სახით, რაც სხვათა შორის ამ კანონმა აუკრძალა და შეუზღუდა ეს უფლება, იქიდან გამომდინარე პირდაპირ დაეთქვა რა ფორმით შეიძლება გაიარონ რეგისტრაცია. ერთი თქმით, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს კანონ პროექტი, რასაც ადრე თუ გვიან თქვენ იმსჯელებთ, არაფერ ახალ უფლებას არ აძლევს ამ რელიგიურ გაერთიანებებს და პირიქით კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებებთან მიმართებაში ბევრად უფრო ნაკლები უფლებების შემცველია, ვიდრე შეიძლება იყოს. და ამიტომაც ისმის შეკითხვა ძალიან მარტივი. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ცვლილებები? თუ მართლაც იმ სურვილით იყვნენ აღტკინებულები, რომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის რაღაცა ხელი შეეწყოთ, მაშინ რატომ მიიღეს ესეთი კანონი, რომელიც უფლებრივად დაცლილია? შიგნით უფლებრივად არაფერი არ წერია. იქ პირდაპირ წერია, რომ სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის მეორე თავით განსაზღვრული უფლებებით ისარგებლეთ ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მეორე თავშოთ ჩაიხედოთ თქვენ ნახავთ იქ, რომ ეს არის ბევრად უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე აქვთ ეს უფლებები კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. უპასუხეთ, თქვენი აზრი გვაინტერესებს იმ შეკითხვაზე, რომელიც თავად ვაპირებ ხელისუფლების მაგივრად მკითხაობას, თუმცა ვარაუდების გამოთქმის უფლება მაქვს. და მე ვაპირებ ხუთშაბათს გამოაქვეყნო გაზეთ დრონში ჩემი ვარაუდები თუ რა მიზანს ემსახურებდა ასეთი შინაარსიდან დაცლილი ცვლილებები. მე ხუთშაბათს გამოაქვეყნებ წერილს. ეს არ გეტყვით არაფერს ბატონო ზაქარი. შევინახავ ამას, იმიტომ რომ მე პირობა მაქვს მიცემული ერთ რედაქციისთვის, რომ მასთან გამოაქვეყნო ეს ჩემი სტატია. კარგი, გასაგებია ბატონო სერგო, მაშინ თქვენ კითხავთ, რამ გამოიწვია თქვენი აზრით ასეთი აჟიოტაჟი. მოდით გადავიდეთ ამ კანონზე, იმიტომ რომ ყველა გზას აქეთკენ მივყავართ როგორც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ეს კანონი ჩვენ უნდა ვთქვათ ისტორიული გარემოება საიდან მოვდივართ და უნდა ვთქვათ ისიც, რომ 1921 წელს, როდესაც შემოვიდნენ საოკუპაციო ჯარები 15 აპრილს, 21 წლის 15 აპრილს სწორედ რელიგიურ გაერთიანებებს, რელიგიურ საზოგადოებებს აეკრძალათ იურიდიული პირის სტატუსის უფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ისტორიულადაც და სიმბოლურადაც. და ის რომ საქართველოს განთავისუფლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის განთავისუფლების შემდეგ 20 წლის განმავლობაში ვერ იღებდა ამ კანონს, ეს ძალიან ბევრზე მეკითხველებს და მე ვფიქრობ ძალიან ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს კანონი საბოლოოდ მიღებული იქნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონით თანაბარი უფლებები მიეცა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის საკონსტიტუციო კანონით უფრო სხვა მდგომარეობაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი აძლევს სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს იყვნენ საშუალებას იყვნენ თანაბარ პირობებში. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი არჩევანის თავისუფლებისათვის, იმიტომ რომ თუ მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას აქვს გარკვეული უფლება, ის რაც არ აქვს სხვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიმყოფებით იმ სივრცეში, სადაც არსებობს რელიგიის ეს არჩევანის თავისუფლება. მაშინ ის რელიგიური გაერთიანება, რომელსაც აქვს ესეთი თუ შეიძლება ითქვას განსაკუთრებული უფლებები, ეს არის უბრალოდ გაბატონებული იდეოლოგია. იმიტომ რომ იქ სადაც არ არსებობს არჩევანი, არ არსებობს წმენის თავისუფლება და ეს პირველ რიგში ნებს არა მხოლოდ სხვა რელიგიებს, არამედ უშუალოდ რელიგიას, რომელსაც ეძლევა განსაკუთრებული სტატუსი. აი, ჩემი შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, რატომ გამოიწვია მაშინ ამ ნებათაღელვა ამ ყველაფერმა? თუ კი ესე მარტივად შეგვიძლია ეს ყველაფერი ავხსნათ. თანაბრობარაში გამოიხატება კიდე საინტერესოა. მარტივ, ესე იგი, ნებათაღელმა გამოიწვია სწორედ იმან, რომ სხვა რელიგიებსაც მიეცათ მაგრამ ზაქარი ამბობს, რომ ეს რეალურად გათანაბრებაც არ არის, უფრო ნაკლები უფლებები შეიძლება. საქმე იმაში არის, რომ ის რომ კონდეს, აი იურისტები არიან და მე არა ვარ განათლებით იურისტი და ისინი დამემოწმებიან, რომ კერძო
კერძო სამართლის იურიდიული პირი არის სხვა დონის სტატუსი, ის რომ მე თქვა ბექა და სხვა ესე იგი კერძო ინიციატივა ესე იგი ვაწესებთ ან ვაფუძნებთ რაღაცა სამართლის სუბიექტს არა, კერძო სამართლის სუბიექტს, თქვა სიტყვაზე კათოლიკური ეკლესიის კერძო სამართლის სუბიექტი გამოცხადება, ეს არის სხვა დონის ესე ვთქვათ გადაწყვეტილება და სხვა სივრცეში ყოფნა. მაშინ როდესაც ამ კანონით ფაქტობრივად სახელმწიფო საჯარო სივრცეში შემოყავს ეს სუბიექტები. გასაგებია, ქაბატონ თეა, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ კანონთან დაკავშირებით? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურიც არის და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ევროკავშირის გადაცემაში ვართ დღეს და სწორედ აქედან დავიწყებ, ჩვენ გეზი გვიჭირავს ევროპისკენ, ჩვენ თითოეული ჩვენგანი და მე ვფიქრობ საქართველოს უდიდესი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს ისეთ ცნებებს, როგორიც არის თანასწორობა, დემოკრატია, პლურალიზმი, დემოკრატიასთან დაკავშირებით სწორედ დისკუსიის, განსჯის თემაზე, კონსენსუსის პრინციპით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების მნიშვნელოვნებას. ამ ვითარებაში ამ კანონთან დაკავშირებით პირველ რიგში ნებათაღელვა გამოიწვია სწორედ ფორმამ, ანუ პროცედურამ, როგორ იქნა გადაწყვეტილი ეს საკითხი. აქ იყო მნიშვნელოვნად სხვა გადაცემებში და წინაპირობა უკვე და ნიადაგი შექმნილია და სხვადასხვა პოზიციები იქნა უკვე გამოხატული და იქ პრევალირებდა ესეთი აზრი, რომ მიმდინარეობდა ჯაბასი ამ თემებზე, დისკუსიაც იყო, მაგრამ პირდაპირ ყველაზე მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა და აქცენტი გაკეთდეს რა ფორმატში. როდესაც ჩვენ გვაქვს ნამდვილად სურვილიც და პრეტენზიაც ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პარლამენტარიზმის პრინციპები უნდა იყოს ისე დაცული, როგორც ეს ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყნებშია, ორი დღის ასე ვთქვათ ძალიან სწრაფი ფუსფუსის რეჟიმში რბილად ვიტყვი, აქ ძალიან მძიმე ეპითეტები ჟღერდა აი ამ სისწრაფესთან დაკავშირებით და ასეთი სისწრაფით ამგვარი თემების გადაწყვეტა, რომელიც ძალიან სენზიტიურია, ანუ მგრძნობიარეა ჩვენი ქვეყნის ხალხისათვის, ეს არის პირველი, რის გამოც იყო ეს ნებათაღელვა გამოწვეული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ თემებში მეტნაკლებად გარკვეულ ადამიანებს, არა ისეთ კომპეტენტურებს, როგორც არის იურისპრუდენციაში, მაგალითად ბატონი ზაქარია თუ სხვა იურისტები, რომლებსაც შეუძლიათ აქ ძალიან ნატიფ დეტალებზე საუბარი და არგუმენტაცია იმისა, რომ რაც ბატონმა ზაქარიამ თქვა, რომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის დასაფასებელი თემები, რომ თანასწორობა, არჩევანის თავისუფლება, რომელიც აქვე დავძენ და ბექა დამეთანხმება ამაში, რომ ეს არის წმინდა ქრისტიანული ცნებები და სწორედ ამ გაგებით ეს დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობები სწორედ ქრისტიანულ პრინციპებზე დგას, თავისუფლების გამოხატულება, თავისუფალი ნების გამოხატვა და თანასწორობა ამ გაგებით რამდენად არის რეალურად, ასე ვთქვათ, კანონის ფარგლებში მოქცეული და მანიფესტირებული, ეს სხვა თემა და ამაზე უკეთესად ისაუბრებენ იურისტები, თუმცა მე აქ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო სწორედ ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე, რადგან ის რისი მცდელობაც და ხაზგასმით მცდელობაც განხორციელდა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მიღებით. უფრო მეტად არის ვთქვათ იმ კულტურის, იმ ასე ვთქვათ ეთნიკური, ისტორიული პირობების ქვეყნებში, სადაც არ არის ისტორიულად, ეთნიკურად, რელიგიურად გარკვეული კონფესია, ანუ გარკვეული რწმენა, როგორც დომინანტური, სწორედ ამ ისტორიულ სახელმწიფოებრივ თუნდაც კონტექსტში. ის რომ საქართველოში კონტექსტუალურად 86%-ის აღსარებლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსით იქნა დააფიქსირებული, როგორც უკვე ითქვა, აი ამ შეთანხმებაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ვფიქრობ, ალბათ არც ერთი იურისტიც და მათ შორის არც ერთი უმცირესობის, რელიგიური უმცირესობების ინტერესების და უფლებების დამცველი ვერ იტყვის უბრალოდ იმას, რომ თქვათ, ჩვენი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დომინანტური რელიგია, რელიგიური აღსარებლობა და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულობის სტატუსი
არის ის, რომელიც აკნინებს რომელიმე სხვა რელიგიას და რატომ მოგახსენებთ? აი რომ გადავხედოთ ევროპის ქვეყნებს, რომლისკენაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გეზი გვიჭირავს და ჩვენი მენტალობა ნამდვილად უფრო ევროპულია ვიდრე თქვათ აღმოსავლური თავისი არსით, ხო? ამ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული პირამიდული პრინციპი, რომელსაც მარტივად ახსნის, სწორედ გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ პატივი აქვს მიგებული დომინანტურ აღმსარებლობას ამა თუ იმ ქვეყნისა. ჩამოვთვალოთ ინგლისი, დანია, თქვათ რომი, იტალია და ასე შემდეგ, რომ აღარა ვთქვათ სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, იმ ქვეყნებში, სადაც გასაგები აბსოლუტურად ფორმაზე ვისაუბრებთ. დავასრულებ, თუ შეიძლება, ვახო, აქ აი ამ პრინციპზე ბევრს უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა. იქ არის მარტივი პრინციპი პირამიდის. დომინანტური ეკლესია შემდგომში რეგისტრაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად თანასწორი, აბსოლუტურად დემოკრატიული, ტრადიციული რელიგიები, მათ შორის ის დენომინაციები, რომლებიც ჩამოთვალა ბატონმა ბექამ და შემდეგ ეგრეთ წოდებული ახალი რელიგიები, რომლებიც ასევე რეგისტრირდებიან, მაგრამ აქაც არის იერარქიულობა, რომელიც არანაირად დისკრიმინაციას არ წარმოადგენს. სხვაგვარად მაშინ ევროპული ფასეულობები თითქოს ნიშნის ქვეშ დგება დასაყენად. მესმის ფორმაზე ვილაპარაკებთ კიდევ, მაგრამ პრინციპულად რომ დავსვათ საკითხი, ეს კანონი იყო თუ არა მისაღები? აი თქვენი პოზიცია საბოლოოდ რა არის? იცით, მე ვიტყოდ ამ კანონი მოგწონთ თუ არა? აი ამაზე მაინტერესებს. რთულია, კანონი არ არის კერძოდ ადამიანიან ესთეტიკის მხარე, რომ მე მომწონდეს არ მომწონდეს, იმიტომ რომ ეს მართლა ესთეტიკის კატეგორიებია, მაგრამ მე ვიტყოდი ის, რომ როგორ იქნა ეს კანონი მიღებული, ეს სერიოზული პრობლემაა და დღევანდელ დღეს სერიოზული გამოცდილების და გაკვეთილის მაგალითი არის, რომ ასე არ შეიძლება სერიოზულ თემებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება და მეორე, რომ ძალიან საფრთხილოა ეგრეთ წოდებული სტატუსის, ანუ გარკვეული ასე სინონიმის სახით ვიტყოდი, გარკვეული მნიშვნელობის, თუ გინდათ პრესტიჟი ვიხმაროთ უფრო უხეშად ეს გამოთქმა. აი ესეთ სერიოზულ საკითხებთან ასეთი გარეგნულად გათანასწორებულობის ჩარჩოს მინიჭება, იმიტომ რომ რეალურად ეს ნამდვილად როგორც იურისტებთან ირკვევა კონსულტირებით, ნამდვილად არავითარ გათანასწორებაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ თვითონ ფორმა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფორმა განსაზღვრავს ხშირად შინაარს, ფორმა იყო ძალიან გამაღიზიანებელი, შინაარსობრივად თუ გავაანალიზებთ, შეიძლება არც არავითარი პრობლემების მქონე საბოლოო ჯამში არ იყოს, მაგრამ პირადად ვთქვათ, რომ ამ გაგებით ასეთ თანასწორობა, რომელიც ამ გაგებით ბჭყალებში ვიტყოდი ფსევდოთანასწორობა, ეს კარგად განსაზღვრავს რეალობას ამ მდგომარეობის, რომელიც ევროპულ ქვეყნებში ასეთი სახით არ არის წარმოჩინებული, ამ გაგებით იწვევს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და პროტესტსაც. გასაგებია, მადლობთ. ეპისკოპოს რუსუდანს მინდა დაუსვა შეკითხვა, ალბათ ყველაზე ხშირად ამ შეკითხვაზე გიწევთ ამ დღეებში პასუხის გაცემა, მაგრამ მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც აუხსნათ, ეს ამ კანონმა რა შეცვალა ბაპტისტური ევანგელისტური ეკლესიისთვის, ან რას ცვლის მომავალში? მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ ამ კანონის მიღებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, როგორც აქამდე ვეწეოდით ჩვენს ღვთისმსახურებას, ამის მერეც ასე გავაგრძელებთ. საქმე ის არის, რომ ჩემთვისაც ძალიან ბევრი კითხვას ბადებს, რომ მოვლენა, რომელიც არც იურიდიულ სივრცეზე არ აღბეჭდავს თანასწორობას და მით უმეტეს არც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოხატავს თანასწორობას, ხო? რატომ გახდა ასეთი საშიშროებების შემცველი ფენომენი გახდა უცებ ერთშვენიერ დღეს? და რა პასუხს პოულობთ ამ შეკითხვაზე? ხო, აი მეც შეკითხვა მაქვს სიმართლე რომ გითხრათ. მთავარი ის არის ჩემთვის, როგორც ღვთისმსახურისათვის, ეს არის, რომ აქამდე არსებობდა რამოდენიმე ვარიანტი, როგორც შეიძლებოდა ეკლესიები თუ სინაგოგები თუ მეჩეთები დარეგისტრირებულიყვნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ყველა მოცემულ შემოთავაზებული ვარიანტი იძლეოდა ისეთივე რიგითი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდის თუ კავშირის თუ კლუბის სახის რეგისტრაციის საშუალებას, რომელიც სუბუქად რომ თქვათ, აი არ შეესაბამებოდა რელიგიურ გაერთიანებას. არსად არ ფიქსირდებოდა, რომ ეს იქნებოდა
ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს იყო რა კი რელიგიურ გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან სენსიტიური მომენტია, სტატუსის მომენტია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორადაც დარეგისტრირდებოდა რელიგიური გაერთიანება, იქ აბსოლუტურად ცხადად ყოფილიყო გაცხადებული, ვინ იყო ეს. ეკლესიაა, მეჩეთია, სინაგოგა არის თუ საფეხბურთო კლუბია. აი ამ განზომილების გამო იყო ასეთი მოთხოვნა, რომ რელიგიური ჯგუფებიდან რომ ყოფილიყო ჯეროვანი რეგისტრაციის ფორმა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ჩვენი გამოცდილებით ამაზე მიბმული იყო ძალიან ბევრი ყოველდღიური საკითხიც, რაც ამ სტატუსის შეცვლამდე მოგვარდა და ამიტომ ახლა აღარ დგას ესეთი ერთ-ერთი მათგანი იყო საპატიმროებში შესვლის საკითხი. არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ ჰქონდა თავისუფალი საშუალება თავისი პატიმრები, ხა ცოტა ისეთი თავისი მრევლი პატიმრები მოენახულებინა საპატიმროებში, ვიდრე ამა წლის იანვრის თვემდე, როდესაც ეს საშუალება მოგვცა სამინისტრომ და ეხლა შეგვიძლია შევიდეთ და მოვინახულოთ და ვაზიაროთ და ახსარება თქვენს ჩვენმა პატიმრებმა. ასე რომ ამ შემთხვევაში ძალიან ყოველდღიური საკითხებიც იყო მიბმული სტატუსის საკითხთან, ამიტომ იყო რომ ჩვენი განწყობა, ჩვენი მოთხოვნა ჯეროვანი რეგისტრაციასთან დაკავშირებით იყო ძალიან ისეთი ასევე მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, საგადასახადო საკითხებზეც არის მთელი რიგი მოთხოვნები, ხო? ამ კუთხითაც აბსოლუტურად უცვლელი რჩება ყველაფერი? საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს, პროცესში ვართ აქაც რელიგიურ საბჭოსთან ერთად, მაგრამ აქ როგორც ასეთი კატეგორიული მოთხოვნები არ დაყენებულა არც ერთი რელიგიური ჯგუფის მხრიდან საგადასახადო დისკრიმინაციულ სტრუქტურასთან მიმართებაში. თუმცა მე მიმაჩნია, რომ თუ კი დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებ და თუ კი თანასწორობა და თავისუფლება არის ჩვენი ამოსავალი პრინციპი, ეს საკითხებიც გადასახედია და ამ საკითხებშიც საჭიროა მუშაობა. გასაგებია, ბატონ რამას მინდა დაუსვა შეკითხვა, ბატონ რამას გარკვეული ანალიზი გაგვიკეთეთ იმისა, თუ რატომ იყო მთელი ეს კონფლიქტი, რატომ იყო მთელი ეს დაძაბულობა ამ კანონთან დაკავშირებით? ჯერ ერთი გავიმეორებ ზაქარიას მისალმებას თქვენთან და კეთილი იყოს პირველ არხზე ჩემი ფეხიც. მეორე რა თქმა უნდა, ყველა ნათქვამში თავისი ჭეშმარიტება დევს, ისევე როგორც ისტორიულ წინამძღვრებში, რაც ბექამ შესანიშნავად აღწერა, ბატონი სერგოს ისტორიულ პასაჟშიც და როგორც ევროპულ გამოცდილებაში, ისე ჩვენ გამოცდილებაშიც. მე მგონი კანონში ძიება უკმაყოფილებისა მართლაც არასწორია, როგორც თემ აღნიშნა, რადგან თქვენი გადაცემა არის ევროპული არჩევანი, ხო? ჩვენ გეოპოლიტიკურად არ ავირჩიეთ მხოლოდ ევროპა. ღირებულებებით ავირჩიეთ კიდე ევროპა. ანუ ეს არის არა მარტო ევროპის არჩევანი, არამედ ევროპული ღირებულებების არჩევანი. ერთ-ერთი ცენტრალური ღირებულება დღევანდელი ევროპისა არის პრობლემური საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრა და არა იმპერატიული გადაჭრა. იმპერატიული მონარქიის დროს იყო, რომ მეფე ბრძანებდა და დამთავრდებოდა. აი ეს რომ დემოკრატიული პრობლემის დემოკრატიული გადაჭრა არ მოიძებნა, ამან გამოიწვია ბევრი რამ. და ის რომ ასეთი არადემოკრატიული გადაჭრა ხშირია, დღეს სტოლვილებს უშვებენ ისე რომ მათთან მოლაპარაკება დეფიციტი იყო. აგერ ბატონ სერგო დამეთანხმება ვსაუბრობდით შემოსვლამდე, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დახურეს ისე რომ მოლაპარაკებები საკმარისი რაოდენობით ნამდვილად არ გამართულა. ანუ ყველგან ხდება იმპერატიული გადაწყვეტა და მერე უნდა ვისაც ეს გადაწყვეტა ეხება, იმან დაიწყოს ბრძოლა. პატრიარქმა განაცხადა და არასოდეს საპატრიარქოს ბექა დამეთანხმება არ უთქვია, რომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი. ამ ეტაპზე ცოტა ხანს ევროპული ღირებულებების მიხედვით ვიმსჯელოთ გადაწყვეტის გზებზე. იმიტომ რომ პატრიარქს ჰქონდა ანალოგიური თემა უკვე დაწყებული სომხეთის პატრიარქთან
და მას სჭირდებოდა რომ შეენარჩუნებინა იმის მექანიზმი, რომ არა მარტო საქართველოში მოსავლელი ეკლესიები სომხებისა, კათოლიკეებისა თუ სხვათა ყოფილიყო მოვლილი, არამედ საქართველოს გარეთ არსებული ქართული ეკლესიებიც ყოფილიყო მოვლილი. ამ კანონის მიხედვით ერთი მექანიზმით გაკეთებულიყო ეს. ბატონ რამაზ, ეს კანონი იმ მოლაპარაკებებში რაიმე არსებით ცვლილებას შეიტანს? კი, არა, თუ კი აღმოჩნდება, რომ სომხური მხარე იტყვის, რომ თანახმარიან იმ წინადადებაზე, რაზეც აქ დათანხმდნენ, რომ რა ნაბიჯსაც გადადგავს საქართველო, გადადგავს სიმეტრიულ ნაბიჯს სომხეთიც და ასევე ყველა სხვა ქვეყანა, მაშინ საკითხი ასე ვთქვათ მოგვარდება. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ თქვა, რომ თქვენ მიიღეთ, მაშინ მე აღარ მეჩქარება. ჩვენ აღმოჩნდებით ქართული ეკლესია და ქართული საზოგადოება აღმოჩნდება წაგებულ მდგომარეობაში ამ აჩქარების გამო. იმიტომ რომ სიმეტრიული ნაბიჯები როგორც წესი იდგმება ხოლმე ასე პარალელურ რეჟიმში, სადაც ორივე მხარე თითქმის თანაბარი ტემპით მოქმედებს. და აი ეს უკვე იქნება წამგებიანი. საბედნიეროდ აღმოაჩნდათ შორსჭრეტელობა როგორც პარლამენტს, რომელმაც გარკვეული ძალისხმევა მოიხმარა იმისთვის, რომ სიცხადე შეეტანა კანონის ინტერპრეტაციაში, მაგრამ ეს ხო შეიძლება ადრეც გაკეთებულიყო. ისევე საპატრიარქოს, რომ ტონუსი დაძაბულობისა დაეწია და ნებათა ველვა ამ საკითხის გარშემო დაცხრა. მაგრამ დაცხრა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ საპატრიარქომ შემოიტანა ეს დამშვიდების ნოტა. თორე ძირითადად პატრიარქის უკმაყოფილება იმაზე, რომ მაცალეთ ცოტა ხანს, ეს იყო ძირითადი მოტივი ნებათა ველვის. კანონი უნდა დაბადებულიყო. ბავშვი უნდა დაიბადოს, მაგრამ აქ მნიშვნელობა 9 თვის დაიბადება, 8 თვის, 7 თვის, 5 თვის თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ მომწიფებელი ბავშვის დაბადება ბედნიერება არ არის. მომწიფებელი არ უნდა ყოფილიყო კანონის დაბადება. სალომე, თქვენ მინდა გითხოთ, ჩამოხვედით პრაღიდან, თქვენი აზრით ხო მედიამ რა შეცდომები დაუშვა ამ კუთხით? ხომ არ გეჩვენებათ, რომ საკმარისად დღესაც კი არ არის ახსნილი, თუნდაც კანონის შინაარსი და თუნდაც ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში ამ 2 კვირის განმავლობაში. დიდი მადლობა, მეც მოგესალმებით ყველას. მედიამ რასაკვირველია დაუშვა შეცდომები, ისევე როგორც საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ხელისუფლებამ და ფორმასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს მეც ვიზიარებ და თავად საპატრიარქომ და სასულიერო პირებმა, ვინაიდან მედიის შემთხვევაში აბსოლუტურად გეთანხმებით არანაირად აბსოლუტურად არაადეკვატურად მოხდა ახსნა, კი არა, საერთოდ არც მოხდა ალბათ, ან პოსტფაქტუმ მოხდა ამ კანონის არსისა, ხოლო სასულიერო პირების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ ვიხილეთ, მე ვიტყოდი, ჩემი აზრით, მიზანმიმართული მანიპულაცია, ძალიან მართლაც საფრთხილო და მართლაც ემოციურად ძალიან დამუხტული თემებით და ხშირ შემთხვევაში ბრევლის, ხალხის მორწმუნეების შეცდომაში შეყვანაც. ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მართებულია იმ მხრივ, რომ ეს ახლა არ დაწყებულა, ის მისხომე ამას ხან ბატონი რამაზი ამას არქმევს იმ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თუ სწორად მახსოვს, ამბობენ ხოლმე ქედმაღლობასაც ეს პრეტენზიაც ის მისხომე ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მას უჭირს ან კომუნიკაციის პრობლემის, მას უჭირს ხოლმე ხშირად ახსნას თავისი გადაწყვეტილებები, ეს მიიტანოს ხალხამდე ან ელექტორატამდე. მეორე მხრივ კი მასაც აბრალებენ, რომ ზედმეტად არის პიარზე ორიენტირებული, მაგრამ ეს არასწორი პიარია ჩემის აზრით და პირველად არ მომხდარა ეხლა, რომ სწორედ აი ნაციონალიზმთან და რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლება მართლაც აძლევს დიდ სარბიელს აი პოპულისტურ ძალებს. ჩვენ გვახსოვს იგივე განათლების რეფორმაში, როცა პირველი ნაბიჯები იდგმებოდა და მაშინ რამხელა აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გვართმევენ კლასიკურ ლიტერატურას და ძველ ქრისტიანულ ტექსტებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო, მე ვიტყოდი, ნაზავი სწორედ ამ ქედმაღლობის, ნაჩქარევობის და ბევრი სხვა პრობლემის, მაგრამ აუცილებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან ფორმა და საკუთრივ არსი. მე არა ვარ იურისტი, მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ იმაზე, ამან იურიდიულად რა შეცვალა უმცირესობების ცხოვრებაში ყოველდღიურში თუ არა ყოველდღიურში, მაგრამ სიმბოლური სტატუსით
სიმბოლური თვალსაზრისით ან სიმბოლურ განზომილებაში მართლაც გადაიდგა ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები და მე კატეგორიულად არ ვიზიარებ ბატონი რამაზის მოსაზრებას, რომ ეს კანონი უწინარესად რომელიმე ორ სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის აგვარებს რამე ურთიერთობას, ეს კანონი არის ჩვენივე ქვეყნის, ჩვენ გვერდზე ჩვენი მეზობლების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეებს ეხება უპირველეს ხოლმე თქვენ ახსენეთ სიტყვა ნაჩქარევი, მაგრამ სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება დაგვიანებულიც არის. გაგიკვირდებათ და მეც მიმაჩნია, რომ დაგვიანებულიც არის. აი, მაშინ ნაჩქარევი რა იყო ამ განაცხადებით? ნაჩქარევი არ ვიცი, ალბათ ის 2 დღე ან ის რამდენიმე კვირა რაც მას წინ როწყოდა. უკეთესი იქნებოდა. პროცედურული სიჩქარე და არა ისტორიული. ისევ ხელისუფლებისთვის იქნებოდა უკეთესი, ალბათ, არ ვიცი, ხა რაღაც მაკიაველისტური გათვლები თუ არ არსებობს, რომ რაღაც პროტესტი გამოიწვიოს ამან, რომ მოხდარიყო ამისი ახსნა რეალურად. იმიტომ მე არ ამგონია, ნამდვილად ეჭვმეპარება, რომ ამ შიშების დავშოთ გაფანტვის ან გახარწყლების შემთხვევაში, რომ საერთოდ თუნდაც ელემენტარული რეფლექსიის შემთხვევაში რას ნიშნავს იდენტობას გვართმევენ, რას ნიშნავს მართლმადიდებლობას გვართმევენ, ვინ გვართმევს, როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი რამ მოხდეს. ის რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში აქტიურად ძალიან ბევრი სასულიერო პირის, არ ვიცი, იერარქიაზე ძალიან მაღლა და ასევე დაბლა მდგარი სასულიერო პირების მხრიდან. ამისი გახარწყლება, ამასთან დაპირისპირება მე არ მგონია, რომ შეუძლებელია და არც ის მგონია, რომ რთული. გასაგებია, მსგავს საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ვახსენეთ ამ გადაცემაშიც დღეს ევროპული გამოცდილება. რას გულისხმობს ეს ევროპული გამოცდილება და რა მოიაზრება მსგავს საკითხებთან მიმართებაში? ევროპული გამოცდილება საკმაოდ რთული თემაა. ეს ერთი ფორმულა არ არსებობს, არც იდეალური ფორმულისთვის არავის არ მიუღია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ იდეალი თავისთავად არსებობს, რომლისკენაც მიილტვის ყველა ევროპული ქვეყანა. ეს იდეალია თანასწორობა, რელიგიის თავისუფლება და ასევე მე დავძენდი რელიგიისგან თავისუფლება. ну ეს უკვე სხვა თემაა, სეკულარიზმის თემაა და ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკევების თემაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე თუ ვლაპარაკობთ, ერთი საკითხია უმცირესობების უფლებების დაცვა, რაც უბრალოდ საბაზისო საკითხია, ამაზე მე მართლა არ მესმის, რა მსჯელობა უნდა იყოს, ან საერთოდ რატომ უნდა ეს ხომ კონსტიტუციითაც განსაზღვრულია და ეს არის მართლა ელემენტარული ჭეშმარიტება, როგორც ითქვენ ხოლმე. მაგრამ მეორე მხრიდანაც უყურებენ ამას ევროპაში ყოველ შემთხვევაში, აი ესეთი ქვეყნები, სადაც მართლა არსებობს ეს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, თქვა წარსულიდან გამომდინარე, კოლონიური წარსულიდან ხშირ შემთხვევაში, რომ ეს მხოლოდ უმცირესობების უფლებები კი არა, ეს ყველა ჩვენგანის კოლექტიური ღირებულება მრავალფეროვნებისა. ანუ ის რომ ჩვენ რასაც დავუშვათ ეროვნულ მემკვიდრეობას ვარქმევთ, ეს ყოველთვის იყო მრავალფეროვანი. რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩატანილი უმცირესობებს, რაც ჩვენთან არათუ არ წარმოჩინდება იჩქმალება ძალიან ხშირ შემთხვევაში, ხო? აი ამისი ძალიან ნათელი მაგალითია ისე ვთქვათ, სომხურ სენტიმენტებს რომ დავუკავშიროთ, თბილისის ენციკლოპედია 90-იან წლების მე მგონი რაღაც შუაშია გამოცემული, სადაც თქვენ ვერ ნახავთ, მე მგონი ვერც ერთ სომეხ ინდივიდს, რომელმაც წვლილი შეიტანა, ლაპარაკობ აზარიანცი, ხუდატოვი, ასე შემდეგ. უბრალოდ ჩანაწერი არ არის, ანუ ქალაქის ვერბალურ მახსოვრობას, მოქალაქეებს, მცხოვრებს ეს გვახსოვს და ამ უბნებს და ამ სახლებს კვლავ ამას უწოდებთ, მაგრამ ენციკლოპედიაში ეს არ არის. ანუ ეს არის მართლა ისე ძალიან თვალშისაცემი манипуляცია ისტორიით. საუბარია კოლექტიურ ფასეულობაზე, იმაზე რომ ეს ჩვენთვის, იმიტომ არა რომ ლიბერალები უნდა ვიყოთ და მარტო იმიტომ არა რომ რაღაც ვიღაცის უფლებები უნდა დავიცვათ და უბრალოდ ესე ჯობია ან ვიღაცას ჭკუა ვასწავლოთ. იმის გამო რომ ეს ისეთ ჩვენთვის იქნება ჩვენი საზოგადოების ჰარმონიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის, იმისთვის რომ არ მოხდეს იგივე 90-იან წლების შეცდომები, რისკენაც არ მგონია რომ ეს გამეორდეს რეალურად, მაგრამ ეს სენტიმენტები და ეს გარკვეული დუღილი რო არსებობს, ახლა არ დამავიწყებ არასოდეს, ამით დავამთავრებ. ერთ-ერთი სასულიერო პირის ბექა შემახსენებს, არ ვიცი მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე, გამოსვლა რომელიც აბრაამ ჩადუნელი, რომელიც მრევლს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ სომხებისგან ჩვენი მიწა უნდა დავიცვათ, სუსაჭირო გახდება სისხლით. ანუ ეს სენტიმენტები კიდევ არსებობს ჩვენ კულტურულ გარემოში და მე გონია რომ უმჯობესი იქნებოდა რომ აქცენტი გაკეთდეს ამაზე, აი ამ პრობლემების აღმოფხვრაზე და შემდეგ უკვე რასაკვირველია დისკუსიაზე, პლურალიზმზე, ყველა საზრი უნდა მოვისმინოთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობა არის მტერი და თავიდანვე უნდა შევშფოთდეთ და ის რაღაცას აუცილებლად წაგვართმევს, ეს არის ძალიან ცუდი და ანტიეროვნული მიდგომა, ანუ ეროვნულობის სახელით კეთდება, მე ვიტყოდი ძალიან ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე. გასაგებია იურიდიულ განმარტებაზე ვსაუბრობდით და ამ კანონის იურიდიულ განმარტებას თხოვე ხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, რას
გავლის პრინციპულად ეს კანონი თქვენც მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა და ვიპასუხეთ. მაშინ ორ ნაწილად გავყოფდი. პირველ რიგში აღნიშნა, რისი შესაძლებლობა ჰქონდათ რელიგიურ უმცირესობებს თვითონ კანონში ცვლილების შეტანამდე. მათ ჰქონდათ არჩევანი, პირველ რიგში დარეგისტრებული იყვნენ როგორც არასამიწარმოო, არაკომერციული იურიდიული პირი, ან დარჩენილი იყვნენ არარეგისტრირებული კავშირის სახით. ცვლილების შემდგომ პერიოდში უკვე ამ არჩევას ემატება კიდევ ერთი შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ოღონდ იმ დათქმით, რომ ასეთ რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც მიიღებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს, არ გავრცელდება კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მათი რეგისტრაციისას მოხდება არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის შესახებ არსებული წესების გამოყენება და ასევე მათი უფლება-მოსილება განისაზღვრება სწორედ იმ ნორმებით, რომლებიც უკავშირდება არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს. ანუ ჩვენ რეალურად მივიღეთ რელიგიური გაერთიანებები, რომელთა დასახელებაში შეიძლება გაჩნდეს წანამძღვარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა არსებითად ის ნიშნავს ისევ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არავითარი რევოლუციური გარდატეხა ამ ცვლილებას რელიგიური უმცირესობისათვის და მისი, ესე ვთქვათ, გათანასწორების საქმეში ნამდვილად არ შემოუტანია. რეალურად ეს იყო მართლაც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ცვლილება. რამდენად ჩვენთვის ცნობილი არის ცალკეული რელიგიური ორგანიზაციები იყვნენ წინააღმდეგნი, დარეგისტრირებული იყო როგორც არაკომერციული იურიდიული პირი და ჰქონდათ გარკვეული უხერხულობა ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ეს უხერხულობა მოხსნილი არის და ალბათ ისინი უკვე შეძლებენ ამ სამ შესაძლებლობას შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთებას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრაციას. რაც შეეხება თვითონ რელიგიური გაერთიანებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას, ეს ტრადიცია დაამკვიდრა კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, როდესაც მოხდა ესე ვთქვათ საპატრიარქოს აღიარება როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, მაინც მიგვაჩნია, რომ არ არის მართებული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. თუმცა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს ეს სახელწოდება არ გულისხმობს შინაარსს და მაინც გარკვეული დუალიზმი არსებობს. მით უმეტეს ამ ვითარებაში აბსოლუტურად გაუგებარია ის დატვირთვა, რომელსაც ხშირად გადაჭარბებით ანიჭებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს. დღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქვეყნის კანონმდებლობით ნიშნავს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და მისი მაგალითები ჩვენ უამრავი ვიცით, მაგალითად აღნიშნული სტატუსი აქვს შემოსავლების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს, საჯარო სკოლებს, რომლებიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მოდიან და სხვა. შესაბამისად, თვლიდით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება ყოფილიყო რეგისტრირებული კერძო სამართლის სფეროში. თუმცა რეალურად ეს ასეც არის, უბრალოდ ხდება იმ სიმბოლოების გამოყენება სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც საჯარო სამართლის სფეროს უკავშირდება. მინდა კიდევ რამდენიმე საკითხზე გამომეხულობა ყურადღება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ევროპის ასოციაციის მოსაზრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან, იქნება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაგალითად მათთვის ხელმისაწვდომს გახდის იმ საგადასახადო შეღავათებს, რომელთაც ექსკლუზიურად საქართველოს საპატრიარქო სარგებლობს, იქნება ის დაუშვათ მათი საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება თუ სხვა. თითოეული ეს პრობლემატიკა დღეს ისევ დგას დღის წესრიგში და ისევე აუცილებელია მათი მოგვარება, როგორც დავუშვათ ეს ამ ცვლილებებამდე იყო. ასევე კიდევ ერთი საკითხი. მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რეკლამაზე გავდივართ და ასრულებთ. ორიოდე წინადადებით, რა თქმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტი მსჯელობდა ამ კანონპროექტს, ეს მოხდა ძალიან მცირე ვადებში. რეალურად ეს სიმცირე ვადებისა გამოწვეული იქნა როგორც ერთის მხრივ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სამართლებრივი პაკეტების გამოყენებით, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის შესახებ, ასევე რეგლამენტში არსებული ზოგიერთი ჩანაწერის დარღვევით, რაც ნიშნავს ელემენტარულად ინფორმაციის გავრცელებას იმ სხდომების შესახებ, სადაც ხდება კანონპროექტის დარღვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პროცედურული თვალსაზრისით ეს განხილვები, რა თქმა უნდა, იყო დახურული და პირველ რიგში რელიგიური უმცირესობისათვის არ იყო შესაძლებელი ელემენტარულად კომიტეტის სხდომებზე მისვლა, მათი მოსაზრებების დაფიქსირება და ზოგადად დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა ამ განხილვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შედეგი, რასაც ქვია საკანონმდებლო ცვლილება. გასაგებია, შინაარსზე ამ კანონის შეძლების დაგვარად ვისაუბრეთ, აი მივადგეთ ფორმას და ბატონ ბექა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და შემდეგ თქვენ მინდა პირველი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით დაგისვათ.
ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ჩვენი თემაა შეგახსენებთ რელიგიური უმცირესობები. ბატონ ბექა, პირველ ნაწილში ვისაუბრეთ შინაარსზე კანონის, ახლა ვისაუბროთ იმ ფორმაზე, როგორც მიიღეს ეს კანონი. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო დაჩქარებული, უნდა ყოფილიყო უფრო მეტი განხილვა, პროცედურულადაც ასე სწრაფად არ უნდა მომხდარიყო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ რელიგიური უმცირესობების დაცვა იმ ვითარებაში, როდესაც რელიგიური უმრავლესობის მხრიდან სხვადასხვა დონეზე მუდმივად გაისმოდა და გაისმის ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფელი მოწოდებებით და შეუწყნარებლობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მასტიმულირებელი გახავს სამწუხაროდ გარკვეული ძალები მართლმადიდებელ ეკლესიაში და ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებიც მიაკუთვნებენ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ თავს. ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა, ცხადია, სახელმწიფოს ავალდებულებდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ კი ის სწორედ ევროპულ არჩევანს აკეთებს, დასავლურ არჩევანს აკეთებს და მისი ამოსავალი არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის, ფუძემდებლური პრინციპის, რელიგიის თავისუფლების დაცვა, რომელიც უნდა ითქვას, რომ არ არის უფლება, არამედ თავისუფლება, რომელსაც კი არ ანიჭებს სახელმწიფო, არამედ ეს იმთავითვე აქვს, დაბადებიდანვე აქვს ნებისმიერ ადამიანს, ხო? აი ამ უმთავრესი პრინციპის დაცვა, რაც საფუძველია ვიმეორებ ლიბერალური დემოკრატიისა, ერთ-ერთი საფუძველია, აიძულებდა და ავალდებულებდა სახელმწიფოს გადაედგა ნაბიჯი თუნდაც რელიგიური უმრავლესობის ინტერესების გაუთვალისწინებლად. მით უმეტეს, რომ არანაირი ვალდებულება ხელისუფლებას არ ქონდა რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ანგარიში გაეწია ან კონსულტაციები წარემართა რელიგიურ უმრავლესობასთან, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ტიპის კონსულტაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში იყო ინტენსიური და ამ ტიპის კონსულტაციებში სხვადასხვა ფორმატით და სხვადასხვა დონეზე იყო ჩაბმული თავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მისი წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელი. ასე რომ თავად შინაარსის შესახებ, იმ შინაარსის შესახებ, რომლითაც გადიოდა ეს ცვლილება, წარმოდგენა ჰქონდა სულ ყველას. მაგრამ იმის გამო, რომ კვლავ არ გაჭიანურებული იყო საკითხი და გაურკვეველი ვადით არ გადადებულიყო საკითხი რელიგიური უმცირესობების, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ, რომლის თაობაზეც ბოლო ხნის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად საუბრობს არა მარტო ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება, არამედ საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უფლებადაცვითი ორგანიზაციები და რომლის შესახებაც წლების განმავლობაში საუბრობდა სახალხო დამცველი, ეს მოითხოვდა სწორედ გარკვეული სახის მოქნილობას ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ბატონ ბექა, თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ თქვენ დღეს მიგაჩნიათ, რომ ფართო საზოგადოება თუნდაც ამ კანონს კარგად იცნობს? კიდევ ერთ ვიტყვი და ამ მიზეზებს თუ რატომ არ იცნობს ამ კანონს და რატომ არ იცნობს იმ რეალობას, რომელიც რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით გვაქვს, ამის შესახებ ავხსნი და აქ მედიის წვლილი არის გადამწყვეტი. ვიტყვი იმას, რომ ამ ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობდა, კანონი პირველი მოსმენით, ასე ვთქვათ, გავიდა პარლამენტში 1 თუ 2 მაისს, მიიღეს იგი 5 მაისს. ჩვენ ქონდა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ქონდა შესაძლებლობა ამ ცვლილების შესახებ გვემრჩევა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ მიაწოდა საკუთარი პოზიცია ამ ცვლილების, ამ კანონპროექტის ინიციატორებს. ეს პოზიცია მდგომარეობდა შემდეგში, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თუმცა პირველი მოსმენით იყო გათვალისწინებული მხოლოდ 5 რელიგიური გაერთიანება და შესაბამისად გამოდიოდა ასე, რომ სახელმწიფო უზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს თავისუფალ არჩევანს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტიპის რეგისტრაციის მიღება სურდათ მათ. ამიტომ გარკვეულწილად ეს იყო დისკრიმინაციული უთანასწორო მიდგომა სხვა რელიგიურ გაერთიანებებისადმი და ამავდროულად აწესებდა ერთგვარ რანჟირებას რელიგიურ გაერთიანებებს შორის, რაც ასევე მიუღებელი იყო რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის იმ რელიგიურ გაერთიანებებისთვის, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ პირველ ვარიანტში. შესაბამისად, ამ ცვლილების შემდეგ გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნა პოზიცია რელიგიურ გაერთიანებებისა და
სახელმწიფო მიიღო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. ხელისუფლება წავიდა ყველაზე ოპტიმალური გზით. პარლამენტი მოერიდა რანჟირებას, მოერიდა უთანასწორო მიდგომის ასახვას კანონპროექტში და მეორე მოსმენით უკვე გასული იყო კანონპროექტი, რომელიც ფართო შესაძლებლობას აძლევდა სხვა ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც ერთი მხრივ ისტორიულ კავშირში არის ესეთი ჩანაწერია, თუმცა გარკვეულწილად გაუგებარია მაინც რას ნიშნავს ისტორიულ კავშირში მყოფი რელიგიურ გაერთიანება საქართველოს მიზანზე ორი დღის რელიგიურ გაერთიანებას კი უკვე ისტორიას წარმოადგენს და მეორე მხრივ გულისხმობდა ევროსაბჭოში, არა მარტო ევროკავშირში, არამედ მთელს ევროპულ სივრცეში რელიგიათ აღიარებული რელიგიურ გაერთიანებების დარეგისტრირების შესაძლებლობას. აქ არის უმთავრესი სწორედ ფილოსოფიური ხედვა, თეორიული ხედვა საკითხისა, რაც დაკავშირებული რელიგიასთან. სახელმწიფო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ლიბერალური მიდგომით განსაზღვრელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რელიგია. თუ კი კანონზე ვილაპარაკებდით ჩვენ ან სხვა ტიპის მიდგომაზე ვილაპარაკებდით ჩვენ, უნდა გვემშველად, რომ თქვათ რელიგიურ გაერთიანებას წარმოადგენს 100 წლის განმავლობაში ქვეყანაში მყოფი რელიგიური გაერთიანება ან 500,000 კაცის 500,000 მიმდევრის მყოლი რელიგიური გაერთიანება და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები არსებობს და გარკვეულწილად ეს ევროპულ გამოცდილებაში არის. ჩემს იმ კიდევ ერთ შეკითხვას არის ძალიან სწორი და ძალიან ასე ვთქვათ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ლიბერალური თეორიიდან, ლიბერალური ფილოსოფიიდან გამომდინარე ხელისუფლებამ ვინაიდან მან უარი თქვა დახარისხებაზე რელიგიური გაერთიანება. აი რაც შეეხება ჩემს კიდევ ერთ შეკითხვას, რომელიც დაგისვით, ყოფილიყო უფრო დიდხანს განხილვა, უფრო მეტი ინფორმირებულობა საზოგადოებას. მოგახსენებთ ამის თაობაზეც წლების განმავლობაში, მათ შორის სახალხო დამცველი სვავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მედია სივრცე, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდვითი მედია, ასევე თქვათ ინტერნეტ მედია გარკვეულწილად უყურადღებობას იჩენს რელიგიური უმცირესობებისადმი, რელიგიური მრავალფეროვნების გასხვქებისადმი და ზოგადად იმის შესახებაც შეგვიძლია საუბარი, რადგან სალომე მისაუბრა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა კონსენსუსი იმას დაკავშირებით, თუ რელიგიური მრავალფეროვნება, თუ ეთნიკური მრავალფეროვნება წარმოადგენს თუ არა საქართველოს სიმდიდრეს, როგორც ეკონომიკურ განზომილებაში, ასევე კულტურულ განზომილებაში, ასევე რეგიონულ განზომილებაში, თუ საერთაშორისო განზომილებაშიც კი. ეს პრობლემა არის მედიაში. მედია ფაქტობრივად არ ინტერესდება რელიგიური უმცირესობების მდგომარეობით, მისი კულტურით, მისი ყოფით, მისი ცხოვრებით, იმ პრობლემებით, რომელიც მათ წინაშე დგას. თუ არ ჩავთვლით ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 1-2 გადაცემას და მივესალმები იმას, რომ ევროპულ არჩევანში სწორედ ეს საკითხი უკვე მეორედ დაისვა, თუ არ ვწდები. ეს არის აუცილებელი, განათლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დაიძლიოს შეუწყნარებლობა. იქ, სადაც არ არსებობს არანაირი ცოდნა ამა თუ იმ რელიგიის შესახებ, ან ეთნიკური კულტურის შესახებ, იქ არის ყველაზე დიდი შეუწყნარებლობის ხარისხი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ამ თვალსაზრისით ეკისრება მედიას, ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. თუმცა ამ საკითხებით ვამბობ, რომ ან საერთოდ არ ინტერესდება და ეს განსაკუთრებით ეხება ელექტრონულ მედიას, ან გამოხატავს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას და შეუწყნარებლობას და სტერეოტიპებით არის გადაჭრილი მისი პოზიცია, რაც ეხება თქვათ ბეჭდვით განსაკუთრებას. ამიტომ ეს დავასრულებ, უცნობი დარჩა ამ განხილვების, ამ პრობლემის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის და კიდევ ერთ ვიტყვი, განსაკუთრებულად მწვავე როლი შეასრულა ამაში, ამას თქვათ შეუწყნარებლობის ტალღის აგორებაში, არა მარტო საპატრიარქოს წარმომადგენლების, ასე თქვათ, პოზიციამ, სადაც პირდაპირ ასე თქვათ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე საუბრობდნენ ისინი, რომ რომელიღაც ქვეყნის რელიგიურმა მეთაურმა გაიმარჯვა ქართველებზე. ესეთი განცხადებაც კი გაკეთდა, ხო? რამაც ბიძგი მისცა, ასე თქვათ, მუხტი მისცა ამ ტალღის აგორებას, არამედ ასევე იმან, რომ არც ერთმა თემ ფაქტობრივად ოპოზიციურმა სპექტრმა გამოხატა არაკომპეტენტური უპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში შეუწყნარებელი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ფაქტობრივად წავიდა არა მარტო რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია სწორედ რელიგიის თავისუფლების დაცვასთან და შემწყნარებულ დამოკიდებულებასთან ყველა ეთნიკურ ჯგუფთან. და ასევე მინდა ვთქვა განანებით, რომ სამოქალაქო სექტორმა, სამოქალაქო აქტივისტებმა 1-2 გამონაკლისის გარდა ამ საკითხზე უკეთეს შემთხვევაში დუმილი არჩიეს. მაშინ, როდესაც სწორედ ეს იყო საკითხი, როდესაც უნდა გამოხატულიყო სამოქალაქო აზრი. ბატონ სერგო, ფორმასთან დაკავშირებით ვფიქრობთ თუ არა ხელისუფლებამ, რომ სახელმწიფო, მოდი ასე ვთქვათ, გარკვეული შეცდომები დაუშვა, როდესაც არ მოხდა უფრო ხანგრძლივი კონსულტაციები და ესე
მიიღო კანონი დაჩქარებულად, შეგვიძლია ვთქვა. მე ფიქრობ ამ ბოლო წლებში და ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საერთოდ რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამე ითქვა და სწორედ ის რაც მოხდა ბოლო 1 წლის განმავლობაში უბიძგებდა სახელმწიფოს მიიღოს სწორედ ეს კანონი, ეს ერთი. მეორე, ჩვენ საუბრობთ, როდესაც საუბრობთ ჩინაზე, ჩვენ საუბრობთ 2-ჯერ 4-ზე და ის რაც მოხდა პირველი მოსმენის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული და ეს არის საფუძველდებური პრინციპი ნორმალური ლიბერალური სახელმწიფოს. და როდესაც საპატრიარქოს მისგან წამოვიდა ფაქტობრივად ულტიმატუმი მასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო, მე ვფიქრობ პარლამენტალებმა მართლაც გამოიჩინეს მართლაც სამოქალაქო მაღალი სამოქალაქო თვითშექმნება და გაივლო წითელი ხაზი სახელმწიფოსა და ეკლესიის ჩარევა შორის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ იმ დღეს ეკლესიის მხრიდან გადაიკვეთა წითელი ხაზი, როდესაც ის ერეოდა უკვე შემოვიდა პოლიტიკურ სივრცეში და ეს ვფიქრობ არის მიუღებელი. მეორე, როდესაც ვლაპარაკობთ რომ თითქოს და ეს კანონი იყო ნაჩქარებად მიღებული ჩვენ უნდა და თითქოს და ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა დიდი პოლიტიკა წყდებოდა, როდესაც ჩვენ უნდა გვევაჭრა სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რომ მათაც მიიღოთ რაღაცა კანონი, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეები, სომხები, აზერბაიჯანელები, იუდეველები და ასე შემდეგ, ისინი არ არიან ძევლები ჩვენ ქვეყანაში. ისინი არიან ჩვენი კულტურის ნაწილი. არ არსებობს საქართველოს სომეხის, ებრაელის, აზერბაიჯანელის და სხვათა გარეშე. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სიმდიდრე არის სწორედ მრავალფეროვნება და თუ ეს მრავალფეროვნება არ აქვს სხვა ქვეყანას, ეს არის მისი პრობლემა და არა ჩვენი. და კიდე ერთი, ჩვენს მოქალაქეებს ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს მათ აქვთ მოვალეობები. ისინი უნდა იცავდნენ ჩვენ ქვეყანას. ისინი უნდა მიდიოდნენ ჯარში და იცავდნენ საქართველოს ღირსებას და შესაბამისად ვაჭრობა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაცა არ უნდა მივცეთ, ჩვენ როდესაც ვთხოვთ მათ და ისინი თავის სამშობლოს სიცავენ. ვაჭრობა ვისი მხრიდან ბატონ სერგო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ბატონმა რამაზანს ახსენა, რომ თითქოს და რაღაცნაირად უნდა გაგვეწელა, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა უფლებები მიეცათ თქვათ ჩვენს ძეგლებზე იყო საუბარი სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ უნდა ვივაჭროთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ აქვთ ეს უფლებები და ეს უფლებები უნდა მივეცათ. მე გავიხსენებ ერთ ძალიან საინტერესო ამას წინათ ვკითხულობდი არქივის მონაცემებს და იქ იყო ძალიან საინტერესო რაღაცას გადავიყავით. ერთ-ერთი საბჭოთა ჩინოსანი აღწერს მე-18 საუკუნის მოვლენებს და ის ამბობს, რომ აი მე-18 საუკუნეებში საკმაოდ მოძლიერდა საქართველოში კათოლიკი მისიონერები და ძალიან ბევრმა ქართველმა დიდებულებმაც მიიღეს კათოლიკობა და ეს პრობლემა რუსებმა ძალიან მარტივად გადაჭრეს. იცით როგორ გადაჭრეს? მათ ყველა ქართველი, რომელმაც მიიღო კათოლიკობა, ჩაწერეს სომხებად. და ეს ხალხი რახან არ იყვნენ მართლმადიდებლები, უბრალოდ ქართველებაცაც კი აღარ მოიხსენებოდა. ისინი ქართული სივრციდან გააძევდნენ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს, რაც აქვს საქართველოს, ხო? ეს არის მრავალფეროვნება და ეს არის ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროპულ არჩევანზე, ჩვენ უნდა ვთქვათ თითქოს და ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ აი დღეს მარჯვნივ წავალთ თუ მარცხნივ წავალთ. ევროპული არჩევანი არის, როგორც ყველა აღნიშნავდა, ეს არის ორი პრინციპი. ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე სამყარო და ეს არის რაციონალობა, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის და ადგილის გაცნობიერებას. ჩვენი თავის გაცნობიერება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ ისტორიულად ვიყავით ის ხალხი, სადაც ერთ-ერთი წერალი ამბობს, რომ ჩვენ ვთქვით კაცნი ჩვენ ვართ, მარტო ჩვენ ვდივართ დედანი, ჩვენ ამ ცხოვრდებით უჯრედად. როდესაც ვაჟა-შაველა ამბობს ამას, როდესაც ილია ჭავჭავაძე ამბობს იმას, რომ ქართველი თავისი რწმენისთვის წამებული არ ერჩის სხვის რელიგიას და ეს იმას არ ერჩის იმას კი არ ნიშნავს, რომ ის უბრალოდ პატიობს, არამედ ის ამბობს საქართველოში, ეს ამბობს, რომ ჩვენ მივიღებთ ჩვენ ძმებს, რომლებიც არიან მუსულმანები და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უბრალოდ შეუწყნარებთ.
არამედ ის იღებს როგორც საკუთარი კულტურის ნაწილი. გასაგებია, ქალთეა, ახსენე სიტყვა ვაჭრობაც, თქვენ ეთანხმებით სადღაც ამ სიტყვას, რომ ასეთი რამ იყო. ფსიქოლოგიაში სახელდების ცნებას აქვს დიდი მნიშვნელობა. მართალია ვისარგებლე შემთხვევას და ვიტყვი, რომ დღევანდელ დღეს სამწუხაროდ ფსიქოლოგია როგორც დარგი არაპრიორიტეტულად გამოაცხადეს დოკუმენტურად. მართალია ბატონი სერგო ამბობს, რომ ეს გააკეთა ვინმე მოადგილემ განათლების მინისტრის მოადგილე ვინმე სურგულაძე, მაგრამ იქ ერთმანეთზე გადაბრალების თემა მიმდინარეობს ასევე ავტორიტარულად, ასევე შეუთანხმებლად და მე არ ვიტყოდი ამ შემთხვევაში ტერმინს არ ვიხმარებდი ვაჭრობას, აბსოლუტურად სხვა ჩარჩოს და სხვა შინაარსის მქონია სიტყვა დიალოგი და შეთანხმებისკენ, კონსენსუსისკენ მიმართული მსჯელობა. თუ ჩვენ აი ამ ტერმინოლოგიურ შინაარს ვაჭრობას დავარქმევთ, აბსოლუტურად სხვა კონოტაცია ექნება. ამიტომ მე იქ ვარ, სადაც საუბარი, მსჯელობა, დისკუსია, კონსენსუსის, ანუ ურთიერთშეთანხმების მიღწევისაკენ მიმართული პროცესი არის ნამდვილად ცივილიზებული, ნამდვილად ევროპული ფასეულობა და ევროპული არჩევანი ამ თვალსაზრისით. მე უბრალოდ ზუსტად ევროპული დღევანდელი ღირებულებებიდან გამომდინარე და ამ კონტექსტში მინდა დავსვა კითხვა კიდევ ერთხელ და მე ვფიქრობ, რომ მე არ მაქვს ამ შემთხვევაში კითხვის დამსმელის ფუნქცია და როლი, მაგრამ მე მინდა ჩემს კოლეგებს, ოპონენტებს ამ შემთხვევაში, რომ განსხვავებული აზრი აქვს, დავსვა კითხვა. კიდევ ერთხელ, ევროპის ის ქვეყნები, სადაც ამ გაგებით, მე ამ თემაზე კიდევ ვიკამათებდი, ამ გაგებით თანასწორობის ცნება სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გაგებული, სადაც არსებობს სტატუსის მხრივ განსხვავებულობა, ეს განანიშნავს უფლებების შელახვას და ეს ნიშნავს დისკრიმინაციას ამ გაგებით. რატომ ვიღებთ ჩვენ, რატომ უგულვებელყოფთ ჩვენ ევროპული ქვეყნების ფართოდ გავრცელებულ გამოცდილებას? რატომ ვაკეთებთ ჩვენ აპელაციას ამ გაგებით ვიღაცის დისკრიმინაციაზე, ვიღაცის უფლების გაუთვალისწინებაზე და თუნდაც ჩაგვრაზე? და იცით, რა მინდა ვთქვა, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში გარკვეული ინსტიტუციები, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იქნება ეს უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ თავისი ხელმძღვანელობა თუ სხვა, სამწუხაროდ ისინი აწვდიან ზემდგომ ინსტანციებს, სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ხელისუფლება, სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ევროპის ხმა, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, აზრის გამტარებელი, აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას ეძლევს და სამწუხაროდ გრის შემთხვევაში მაგალითისთვის ისევ და ისევ ქართული ფუნდამენტური სამეცნიერო სკოლა, უზნაძის სკოლა, ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის სკოლა და მათემატიკის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, როგორც სკოლები, დღევანდელ დღეს მიწოდებული იქნა როგორც არაპრიორიტეტული, იცით? და ამ შემთხვევაშიც თუ კი მაგალითად ბექა, რასაც ბრძანებს ასეთი უფლებათა დამცველები უმცირესობების, რელიგიური უმცირესობების, თუ კი აწვდიან ინფორმაციას იმას, რომ დღევანდელ დღეს ვინმე იჩაგრება, ბასილ კავალავიშვილის სრულიად სამარცხვინო ქმედებები თუ იქნა გენერალიზებული და ზოგადად მართლმადიდებლური აღსარებლობის მქონე ადამიანების ქმედებად წარმოჩინდა. მე ზოგადად ვამბობ განა იმას, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ თუ მიმსგავსებული მაინც ქმედებები ხდება, სამწუხაროდ ისეთი გადაწყვეტილებები, ისეთი რეკომენდაციები, ზოგ შემთხვევაში ისეთი დოკუმენტები მოდის შემდგომი ინსტანციებიდან, რომელიც სამწუხაროდ სწორედ მათი დეზინფორმირების შედეგად მათივე დისკრედიტებას ახდენს. გასაგებია რაღაცის თქმას უნდა. არსებობს თუ არა ერთი ევროპული ქვეყანა, რომელშიაც არ იყოს ეს კანონი მიღებული? ალბათ საჯარო არის ეს შეკითხვა. არსებობს თუ არა? ხო ბევრს ვაპარაკობთ ამაზე. კითხვაზე კითხვის ფორმა არსებობს. ბრიტანეთი, იტალია, დანია და სხვა მრავალი ქვეყანა, ეს ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, ის ქვეყნებია, რომლებიც ამ გაგებით არ აქვს იურიდიული პირის უფლება სხვა საავადმყოფოებს? არა აქვს. ბატონი ზაქარია და შემდეგ როცა ლაპარაკობთ თქვენ დისკრიმინაციაზე, თქვენ არ გაქვთ ამ თემაზე საუბრის უფლება, იმიტომ თქვენ პროფესორ მასწავლებლებს, ვინც არიან ფიზიკური აღზრდის აკადემიიდან, სამჯერ ნაკლებ ხელფასს უხდით, ვიდრე ყოფილი პედაგოგი, უნივერსიტეტის პედაგოგი. სადაც თქვენ მუშაობთ,
აი იქ არის დისკრიმინაციის გამართულება, სადაც სამჯერ ნაკლებ ხელფასუხი ფიზიკური აღზრდის აკადემიის პროფესორ მასწავლებლებს, იმიტომ იქიდან არიან და არა პედაგოგიური უნივერსიტეტი. ეს სხვა თემა, ეხლა დასმულ შეკითხვას შემდეგ ბექას. როცა ვლაპარაკობთ ევროპულ არჩევანზე და როცა ვლაპარაკობთ მოწყობის მოდელებზე, ეს არის განსხვავებული მოდელები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბატონო ვახტანგ, ის სულისკვეთება რა თქვენ გადაცემაში. ამ ბატონების გამოსვლის შემდეგ იქნება ეგეთი შტაბ-ბილეთება, რომ ჩვენი სამშობლო ეს არის შეუწყნარებლობის, ძალადობის, ისტორიული აგრესიის და უამრავი ცუდის გამოვლენა. ჩვენ არც გაიდეალიზება უნდა მოახდინოთ არსებული სიტუაციის მართ, მაგრამ არც ისეთ შავფერებში დახატვას, როგორც ამ ბატონმა წარმოადგენს. და ბატონი ბექა საუბრობს, რომ არ მოსწონს არც საპატრიარქო, აღარც საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღარ მოსწონს და პოლიტიკური პარტიები ხო არ მოსწონს და არ მოსწონს. ვინ მოგწონთ მაშინ? ვინც ეს კანონი მიიღო? აქედან გამომდინარე, უამრავი ფაქტობრივი უზუსტობა იყო თქვენს გადაცემაში. პირველი, ის ფაქტობრივი უზუსტობა, არანაირი პროექტი საპატრიარქოს ცნობილი არ ყოფილა. არათუ საპატრიარქოს არც ერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ამ პროექტის თაობაზე არ იცოდა, როგორც ჩანს გარდა მათისა. მეორე, როცა საუბრობენ იმაზე, რომ პირველი ის არის გაიშვირე საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სომხებზე. ეს არის მცდარი ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა მეორე დღე და თქვა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით საფუძველზე ვაკეთებთ ამ დაჩქარებული წესით. აი ვინ გაიშვირა პირველი ისრები ჩვენ მოძმე სომეხ ხალხზე. მესამე, როცა თქვენ გინდათ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც თქვენის აზრით არ აქვს თავისი ინტერესები, მათ შორის რელიგიური ინტერესების სახით, მე ვერ დაგეთანხმებით. საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა და თქვენ ჩემზე კარგად იცით ისტორიიდან გამომდინარე, ეს მათ შორის ეფუძნება რელიგიის მომენტს. და რელიგია ჩვენთვის არ არის მარტო წვენის დახსარებლობის თავისუფლება და არავითარი პირდაპირი კავშირი წვენის დახსარებლობის თავისუფლებასთან არ აქვს სტატუსის საკითხს, რომლის თაობაზე წარმომადგენელმა თქვა, რომ არც არანაირი გავლენა არ მოუხდენი ამ კანონის მაცხოვრებაზე და არც მოახდენს. იმიტომ რომ იყენებენ რელიგიურ გაერთიანებას, ბატონო ვახტანგ, რისთვის იცით? სულ სხვა მიზნებისთვის. სულ სხვა მიზნებისთვის იყენებენ რელიგიურ გაერთიანებას და შინაარსობრივად ფაქტიურად არაფერს არ აძლევენ მათ. არაფერს არ აძლევენ. გასაგებია ფორმას. თათული მაგ სწორედ თქვა. ფორმა საერთოდ არ დაუცვიათ. უფრო მეც გეტყვით, ეს საქართველოს სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე პირდაპირ ანტიკონსტიტუციური კანონია, იმიტომ რომ პრინციპების დონეზე ეწინააღმდეგება იმას, რაც იყო პირველი მოსმენით მიღებული. პირველი მოსმენით მიღებული თქვენს, რომ ხუთ რელიგიურ გაერთიანებას ეხებოდაო, მეორე მოსმენით სულ ყველაზე გაავრცელეს ეს ყველაფერი. და უამრავი შეუსაბამობა იმ კანონში, უამრავი შეუსაბამობა. გასაგები, აი თქვენ რაც ჩამოთვალეთ ამ გადაცემაში იყო თუ არა ბატონი ბექას ხრიდან თუ დას ფაქტობრივი უზუსტობები, ალბათ ახლა გაგცემთ პასუხი. ბექას ალაპარაკებთ ამ გადაცემაში 25 წუთია უკვე თქვენ. არა, ბატონ ზაქარია, თქვენ თქვით რომ გაზეთში გამოაქვეყნეთ სტატიას და აქ არის ლაპარაკობთ. ეს არ არის ახლა ჩემი ბრალი ნამდვილად. მოგეცით სიტყვა. რა ეხლა ევროპაში გაინტერესებს? არა, ბატონ ზაქარია. გვაინტერესებს მაგრამ ეს კითხვა გაისმა. ანუ ევროპაში მოიგებნება თუ რა ერთი ქვეყანა. ის რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა აბსოლუტურად სხვა პრინციპზე და სხვა ასე ვთქვათ სტატუსობრივ იერარქიაზე მე მხოლოდ გამიხარდება თუ კი გაზეთ დრონამდე აქ იტყვით იმას რისიც მას გსურთ თქვენ ეს იყო თქვენი პირველი პასუხი ჩემს შეკითხვაზე ბატონ ბექა და შემდეგ ლექციას მოусმენ კი შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ასე ვთქვათ მინი ლექცია ჩაატაროთ მოგცემთ ამის საშუალებას ბატონი ხუსნაშვილი რაღაც გაცხარდა მაგრამ მე ვერ ხვდები ამ გაცხარების მიზეზს რაც შეეხება დასავლურ გამოცდილებას აქ ერთნიშნულად არ აქვს საქმე და რელიგია არის ალბათ ერთადერთი ფენომენი, რომლის სამართლებრივი მოხერხება დასავლური იურისპრუდენციის მიერ საბოლოოდ ვერ მოხერხდა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს რელიგია, არ არსებობს რაიმე კონვენცია კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ ზუსტად იმიტომ აპატიური აღარ მექნება საშუალება ამ საკითხზე რა თუ შეიძლება იმიტომაც არ არსებობს რომ თითოეული ქვეყნის სპეციფიკა როგორც ყველა სახეები არის გათვალისწინებული ზუსტად ამ პრინციპით არ არსებობს ერთიანი მიდგომა ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რიგ ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩრდილოევროპულ პროტესტანტული ტრადიციის მქონე ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო რელიგიის ცნება, თუმცა აქ ერთნიშნულად უნდა ითქვას ის, რომ იქ სადაც სახელმწიფო რელიგიის ცნება არსებობს, რელიგიურობა საზოგადოებაში და ლოიალობა უпростоრით ამ რელიგიისადმი, რომელიც სახელმწიფო სტატუსით სარგებლობს, არის მინიმალური, ასეთია ჩრდილოევროპული ქვეყნები და თავად ეს ეკლესიები სვავენ განსახელმწიფოებრიობის შესახებ დღეს საკითხს. ვინაიდან ფაქტობრივად ეკლესიის მსახურები ქცეულნი არიან ჩინოვნიკებად და მათ ავტორიტეტი აქვს ძალიან დაბალი. ინგლისი თქვა აქ და დიდი ბრიტანეთის მოდელი. დიდ ბრიტანეთში არსებობს დამფუძნებელი ეკლესიის ცნება, რომლის ეპისკოპოსები წარმოდგენილი არიან ლორდთა პალატაში,
თუმცა ინგლისის რელიგიური მეთაური თავად გახლავთ, ასე ვთქვათ, მეფე, ხოლო დედოფალი ამ შემთხვევაში, ხოლო ინგლისის ეკლესიის რელიგიურ მეთაურს ათანხმებენ კანდიდატურას ათანხმებენ პრემიერ-მინისტრს. თუ კი ამ მოდელის გამოყენება გვინდა, ჩვენ ცხადია რომ უზარმაზარ თავისი სპეციფიკა გამომდინარე უნდა მივცეთ, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალიზაციისკენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისა. ევროპისკენ და ფუნდამენტალიზაცია. ბატონო ევროპისკენ და ფუნდამენტალიზაცია. ევროპისკენ ფორმით იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ მაგალითად თუ ისტორიულ გამოცდილებას გავიხსენებთ, პეტრე პირველმა გააუქმა რელიგიური მართლობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში და გადმოიტანა პროტესტანტული მოდელი და სინოდის მმართველი მთელი ეკლესიის მმართველი გახდათ ობერ-პროკურორი. ეს იყო პროტესტანტული მოდელი. სინამდვილეში მიიღო აღმოსავლური ტირანია. ანუ ჩვენ შემთხვევაში აქ მივიღებთ აღმოსავლურ თეოკრატიულ მართლობის მოდელს და არა პირიქით. გასაგებია ბატონ ზაქარიას უნდა მოვცეთ საჯარო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. არის ქვეყნები, სადაც მაგალითად ჰოლანდიაში, სადაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას ეძლევა არჩევანი იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არარეგისტრირებული კავშირი. არის ქვეყნები, სადაც არის ერთგვარი რანჟირება, თუმცა ესეც სპეციფიკიდან გამომდინარეა იმ ქვეყნებისა და ზოგადად იმ სოფხედველობრივი რელიგიური პროცესებისა, რომელიც მიმდინარე თუ პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობდა ევროპაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპა გადაუარა სეკულარიზაციის ტალღამ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებით და ის კანონები, რომლებიც ახლა იქ არსებობს, არის სწორედ ამ სეკულარიზაციის შედეგები, ის რანჟირება, ის კონტროლის სურვილი, რომელიც გამოავლინა ამა თუ იმ ევროპულ რელიგიისადმი, არის ამ სეკულარიზაციის შედეგები. ამ თვალსაზრისით თავისუფალი არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ყველა თანასწორია, ყველა რელიგიური გაერთიანება. იმ სტატუსით სარგებლობს ევროპის გამოცდილებაზე. სანამ ბატონი ზაქარია და კარგია რომ ბექამ თვითონ თქვა და მე არ მიწევს ამაზე ლაპარაკი, სწორედ ამერიკული პრინციპი და ამერიკული კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, მოდელი იქნა შემოთავაზებული და თუ ვინმესთვის კითხვის ნიშანს წარმოადგენს ის, რომ ამერიკა როგორც სახელმწიფო და ქვეყანა და როგორც სხვადასხვა ერების, ასე ვთქვათ, გამაერთიანებელი ტერიტორიულად სახელმწიფო განსხვავებულია ევროპის ქვეყნებისაგან. მე მგონი ეს არ არის თემა. მეორე, ჰოლანდიის მაგალითზე არაჩვეულებრივი მაგალითი იყო, მადლობთ ბექა. ჰოლანდიაში ვიცით, რომ ანაშა ლეგალიზებული იყო და ეხლა დადგა საკითხი იმაზე, რომ გადაიხედოს ეს კანონი. მე იქ ვარ, სადაც თითოეული ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე, თვითონ ქვეყნის სპეციფიკიდან, კულტურალურ, ეთნიკურ, ისტორიული, სახელმწიფოებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყოს პროგრესული, ამ გაგებით ევროპული, იმიტომ რომ ევროპაში ძველი ერების, ასე ვთქვათ, ძველი ერების ქვეყნები არის ეს და აი ეს თავისებურებები არის ჩემი აზრით გამოსაყენებელი. დღევანდელი საქართველოს სპეციფიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თავისთავად ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს. დღევანდელ ჩვენ კონტექსტში არ თვლიმართებულად თუნდაც სიმბოლური ჟესტის გაკეთებას უმცირესობების მიმართ. თვლი რომ ეს საჭირო არ იყო, ან ადრევი იყო, ან აჩქარები, საკუთრივ არ ვსაუბრობ იმ ორ დღეზე. და საკუთრივ საპარლამენტო პროცედურას. მადლობთ ამ შეკითხვაზე. მე მარტივად გაგცემდი ამაზე პასუხს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპისკენ სვლაზე, ლიბერალურ საქართველოს ვკითხავთ. აბსოლუტურად ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი. თუ ჩვენ მიგვაჩნია რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე რელიგიური უმცირესობისათვის ჟესტების, ასე ვთქვათ, დემონსტრირება, მაშინ როცა ადამიანების უფლებები, რეალურად დღევანდელ დღეს სერიოზული პრობლემები, ის პრობლემები, რაზედაც ბევრია საუბარი, მათ შორის ამ გადაცემაში. თავისთავად ცხადია, უსამართლობა ძალიან ბევრია, მაგრამ იერარქიების დაწესებაც უნდა დავიწყოთ თუმცა ჟესტებიც ეს არის, შეიძლება არ იყოს გამაკმაყოფილებელი. ბატონ ზაქარია ევროპულ გამოცდილებაზე და შემდეგ. იცით რა მახსენდება? როგორც 100 არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენად 100 სხვა თემა გაერთიან და ამასთანავე ამაზეც იყო დებატი და ასეთი რამე იყო ნათქვამი, რომ ნაბიჯები ევროპისაკენ და პირველი ასე ვთქვათ, დებულება, რომელიც დეკლარირებული იქნა, რომ მივიღოთ, იგივე პათოსი იყო, მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნების რელიგიური დღესასწაულები, როგორც სახელმწიფო დღესასწაულები და ეს იქნება ჩვენი ევროპული არჩევანის გამო. ბატონ ზაქარია, ევროპულ გამოცდილებაზე გსურდათ რაღაცის თქმა თქვენ და გაგაწყვეტინეთ და გაძლევთ უფლებას, რომ გააგრძელოთ. დიდი მადლობა. მე სურდა მეთქვა დამატებით იმის თაობაზე, რომ
ევროპული გამოცდილება ამ საკითხში არ არის ერთგვაროვანი და გადაცემაში მონაწილე პირებმა ეს დაადასტურეს. ამიტომაც არანაირი ვალდებულება ჩვენ არ აგვაქვს და არავითარ თანასწორობასთან ამას და ტოლერანტობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, რომ მოვაწყოთ ჩვენი სისტემა ისევე როგორც თქვათ შეიძლება 47 ქვეყნიდან რომელიმეს კონდეს მოწყობილი. ინფორმაციისთვის თუ სიღრმე გაინტერესებთ, არსებობს ევროპის თანამშრომლობის და უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეციალური რეკომენდაცია, რომელიც ეუბნება ევროპის ქვეყნებს, რომ თქვენ შეგიძლიათ უფლებებში განსხვავებული მდგომარეობით ყავდეთ რელიგიური ორგანიზაციები, იმიტომ რომ ისტორიული როლი ამ სახელმწიფოების და ამ ერების შედგომაში არის განსხვავებული. და თქვენ ასე არის სახელმწიფოები ევროპაში, სადაც თუ იმ რელიგიის მიმდევარი არ ახარ, ვერც მონარქი ვერ გახდები და არჩევით ორგანოებში მონაწილეობაც კი გეზღუდება კიდევაც ხოლმე. აქედან გამომდინარე, როცა 2002 წელს დადგა ჯერი იმაზე, რა ტიპის ურთიერთობა დაგველაგებია სახელმწიფოს და ეკლესიას, ეკლესიამ დაიკავა ძალიან ზომიერი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და დღესაც არიან სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მომხრე ადამიანები, ეკლესიამ თქვა მისი უწმიდესობის ხელმძღვანელობით, რომ არ გვინდა ჩვენ სახელმწიფო რელიგია. მოდი ცივილიზებულად გავმიჯნოთ უფლებების სახელმწიფოსი და ეკლესიის, იმიტომ რომ ერი და ბერი ვახო, ეს არ არის მოგონილი ტერმინი, ეს ქართული ცხოვრების ნაწილია. ერი და ბერი, მაგრამ ეს უშუალოდ არ ნიშნავს იმას, რომ ერი ბერის უფლებებში უნდა შეიჭრას და ბერი ერის უფლებებში. როცა საუბრობ ჩემი პატივცემული კოლეგა გადაცემაში იმის თაობაზე, რომ ეკლესიამ ზღვარი გადალახა, როცა პარლამენტს მოსთხოვა კონსულტაციებში მონაწილეობა. რა წითელ ზღვარზე ლაპარაკობ? იცით რომ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად ამ სფეროში თანამშრომლობის ვალდებულება აქვს აღებული სახელმწიფოს და ეკლესიას. რელიგიურ უმცირესობებს მე არ გეუბნებით იმაში, როგორ უნდა მოეწყოს საარჩევნო სისტემა. მე არ გეუბნებით იმაზე, როგორ უნდა მოეწყოს საგადასახადო სისტემა, მაგრამ ამ სფეროში, საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სფეროში სახელმწიფო და ეკლესია აიღებს თანამშრომლობის ვალდებულება. თანამშრომლობის ვალდებულება ლაპარაკობენ წითელი ხაზის გადაკვეთაზე. რელიგიური უმცირესობების პროტესტის მომენტი აქედან მოდის, გესმით, რომ დაინახა საზოგადოება, გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეორე დღეს და ბრძანა, რომ აი ეს კაცი იყო ჩამოსული და იმის თხოვნის საფუძველზე ვიღებთ ამ კანონს. აი ესე ახსნეს. იქიდან წავიდა ამის რების. დასაგებია ეპისკოპოს რუსუდან სურდა რაღაცის თქმა და როგორც იქნა მოვიდა რის თქმაც მინდა და ნაწილობრივ ითქვა, აქ გაჟღერდა განსაკუთრებით ლაპარაკი, როდესაც არის ევროპულ გამოცდილებაზე და ამაზეც პასუხი გაიცა ნამდვილად ეს მექანიკურად ამოღება და ჩასმა იქნებოდა ძალიან თუნდაც ინგლისური ვარიანტის საქართველოში მორგება იქნებოდა დამანგრეველი. რატომ ვითხოვე სიტყვა? როცა ლაპარაკია, რომ როდესაც ქვეყანაში არის ამდენი პრობლემა და ამდენი ოკუპირებული მიწა გვაქვს, ამდენი ღარიბ ღატაკი უბედური და ეხლა ჟესტებს უკეთებთ რელიგიურ უმცირესობებს. ეს არის ძალიან არასახელმწიფოებრივი მიდგომა არის, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე, ეს ის ხალხია, რომელიც ამ ქვეყნის შვილები არიან, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ჩვენ თუ ესეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა მიიღოს თანაბარი მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში, ამ ხალხმა უნდა იგრძნოს და ვიგრძნოთ, რომ ჩვენ გვიღებენ ამ ქვეყანაში ისეთივე მოქალაქეებად, როგორც არიან ყველა. არის მომენტები, როდესაც ძალიან მიჭირს, რომ ეს მართლა ვიგრძნო. როდესაც უმრავლესობის მხრიდან იმზირები ძალიან ძნელი დასანახია უმცირესობებში ჩამალული, აი ის ტკივნეული საკითხები, რაც შეიძლება ყოველდღიურობაში ხვდებოდეს ჩემი შვილები, მუსლიმების შვილები. მაგალითისათვის მინდა მოვიტანო, როდესაც საერთო სასაფლაო გაკეთდა ჯარისკაცებისა და როდესაც ყველა სასაფლაოს ჯვარი დაესვა და მუსლიმი დედები მოდიან თავის მუსლიმ შვილების სასაფლაოზე და ჯვრიან სასაფლაოზე ტირიან. ოდნავადაც არ იქნა მხედველობაში მიღებული იმ ოჯახმა თავისი შვილის სიცოცხლე დადო ამ ქვეყნისათვის და ამ ქვეყანამ არ გაითვალისწინა, რომ ეს ოჯახი არის განსაკუთრებული ოჯახი, არის თუ თავისი რელიგია აქვს, თავისი ფერი შემოაქვს ამ ქვეყანაში. მაგრამ როდესაც არ ხდება, თქვა თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცის გათვალისწინება, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხსენება, ხო, ამ უფლებების და ესეთი რამ გაკეთდა? უფლებების საკითხების შეხსენება, ახლა ფსიქოლოგი ბრძანდებით და განსაკუთრებით ისეთ ფაქის სივრცეში ხდება ხოლმე ასეთი დარღვევა, როგორც არის მაგალითად სკოლა.
და აქ ვინმესთან მიხვიდე და უფლებები ამტკიცო და მე წამოხვალ და შეიშველი იმ კლასში დარჩება. მაგალითად შეიძლება თქვას მასწავლებელმა რომ მადლობა ღმერთს რომ ჩვენ სკოლაში არ აყვავს სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ან მადლობა ღმერთს რომ ჩვენს ეს რა ქვია სკოლას არ ყავს ქურთები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ისეთი ფაქიზი რაღაცა. როგორ ამბობს ამას თუ კი ყავთ ჯერ ერთი არ. ჯერ ერთი რომ ნამდვილად ყავს. ვერ ვიგებ უბრალოდ. ნუ ფაქტია რომ ლაპარაკი მიდის და მე მაგალითად ის ვიცი რომ მაგალითად რელიგიის ამგაგებით სწავლება სახელმწიფო სკოლებში ამოიღო სწორედ იმის გამო რომ პატივი ეცა სხვა კონფესიებს და ამგაგებით მამაოჩვენოს თუ ამბობდნენ კლასში აღარ ამბობენ იმიტომ რომ აი თუ სხვა აღსარებლობის მქონე ადამიანია კანონი არ პროგრესული მაგრამ რეალობა სხვაგვარია რელიგიის მასწავლებლები აღარ არიან სკოლაში მაგრამ ყავს ქიმიის მასწავლებელი და მათემატიკის მასწავლებელი და ქართულის მასწავლებელი რომელიც ქადაგებს და რომელიც აბსოლუტურად არაკომპეტენტურია იმაში რასაც ის ლაპარაკობს. მე ქიმიის მასწავლებელი ქიმიაზე ჰიმნი რომ შექმნა ისიც ნახე ინტერნეტში მაგრამ აქ მე კანონზე არ მაქვს. ამ შემთხვევაში მაქვს დისკრიმინაციულ განწყობების ზევით წამოწევაზე მაქვს ლაპარაკი. რამდენად ხშირია პირველი ალბათ ქალტონ რუსოდან ეს არის საკითხი, იმიტომ რომ მე მახსენდება მართლა ყოველთვის ძალიან სახალისო ერთი ვიდეო რგოლი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, როცა ერთ-ერთი ქიმიის პედაგოგი ჰიმნებს ამღერებდა ქიმიასთან მიმართებაში და ასეთი მასწავლებლები იყვნენ და დღესაც არიან და ამ კერძო შემთხვევების განზოგადება რამდენად არის ჩვენ ვითარებაში კანონზომიერების გამომხატველი ალბათ ამაზე მიდგომაზე უნდა იყოს ალბათ საკითხი ასე სათითაოდ ვერ დაიწყებ დევნას და აქ გადაცემის დასაწყისში ლაპარაკი იყო რომ დრამატულად არ არის მდგომარეობა დრამატული ხდება ხოლმე როდესაც ჯვრებით დაძდევენ ან სამების სახელით ვიღაცას თავს პარსელს აქამდე ხომ არ უნდა მივიდეს რა საკ ბლოგში მინდა გამოვეხმაო რა რამდენიმე საკითხს რომელიც წინა გამოსვლელების მიერ დაისვა კონკრეტულად ეს იყო განცხადება იმის თაობაზე რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში აცილებულია ამ კანონის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციების დახარისხება. ახალგაზრდების ასოციაციის მოსაზრებით კანონპროექტში არსებული ჩანაწერები არის ბუნდოვანი. კონკრეტულად კანონპროექტი საუბრობს რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დარეგისტრდებიან მხოლოდ ის რელიგიური მიმდინარეობები რომთაც გააჩნიათ ისტორიული კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან ეს ერთი და მეორე მხოლოდ ის რელიგიური მიმდინარეობები რომლებიც რელიგიად მიჩნეულია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის კანონმდებლობით. ორივე ეს ჩანაწერი ჩვენი მოსაზრებით არის ბუნდოვანი, ვინაიდან პირველ შემთხვევაში გაურკვეველია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორ მოახერხებს იმის გარკვევას, აქვს თუ არა რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას ისტორიული კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რა დოკუმენტებს შეისწავლის ამ პროცესებში და როგორ იქნება განხილვა. როცა ჩვენ ეს კითხვა დავსვით პარლამენტში კომიტეტის ხდომაზე, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ასევე მეორე შემთხვევაში არ არის ცხადი, რას ნიშნავს მიჩნეულია რელიგიად ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის კანონმდებლობით. აქ შეიძლება ორგვარი ინტერპრეტაცია, ვიწრო ინტერპრეტაციით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში კანონის დონეზე, რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობაზე პირდაპირ მითითების არსებობა, ან უფრო ფართო ინტერპრეტაციით მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა აკრძალული არ არის ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ფართო ინტერპრეტაცია თუ განხორციელდება ამ ნორმების და არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ შეეშლება ხელი მოახდინოს რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ეს ძალიან კარგი იქნება და მისასალმებელი. ბატონ რამას ეს კანონი ფაქტია მიღებულია, ხედავთ თუ არა ამ კანონში, ამ კანონის მიხედვით პერსპექტივაში ჩანს თუ არა შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება გადაიდგას. ვერ ვხედავ. ნუ როგორც იურისტები ამბობენ, როგორც ერთი ისე მეორე, კანონი თავის თავში დიდ პოტენციალს ასეთი რევოლუციური ცვლილებებისა თქვენი ხმარით ეგ ტერმინი არ ატარებს. ერთი რამ მგონია რაღაც ლეიტმოტივად გაძლევს ჩვენს საუბარს თუ დისკუსიას, რომ აღსანიშნავია ჩემის აზრით ის, რომ ყველაფერი კანონით არ რეგულირდება ისეთ ერთობაში, როგორც ადამიანთა ერთობა. იურიდიული პირის შესახებ კანონი სულ არ ქონდა მიღებული საქართველოს და ისე როგორც ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, ისტორიულად მრავალ რელიგიური ყოველთვის იყო საქართველოს. ანუ მან გამოიმუშავა თავის თავში მენტალიტეტში ის სტერეოტიპები, რომელიც ასეთ ერთობას ქმნიდა და რო არ ყოფილიყო საქართველოს ტოლერანტული რელიგიურად, არც ეს რელიგიები იქნებოდნენ საქართველოში, ხო? თუ ვინმე კმტრობს, მიდიხარ.
მაგრამ სწორედ ის სიმრავლე რელიგიებისა და ეთნოსებისა, რაც საქართველოშია, ნიშნავს იმას, რომ თვითონ ქართველისთვის იმის სწავლება, რომ ტოლერანტული უნდა იყო, არ არის აუცილებელი. რაც თქვენი ტრიბუნიდან ხშირად ისმის, რომ გვასწავლით ტოლერანტულობას. მაგრამ გეთანხმებით ერთ რამეში. თუ კი შეცდომა იქნა დაშვებული ამ მიმართულებით, შეიძლება ძალიან ტოლერანტული ერი გადატრიალდეს და აღმოჩნდეს ძალიან რადიკალური. მასეთი სურათი ევროპაშიც გვინახია და ევროპას ისტორიულად ძალიან მძიმე ფორმები ჰქონდა ავტორიტარიზმის, მე არ მინდა მაინდა-მაინც ვახსენო ადოლფი და ასე შემდეგ. და ისე რომ ამ შეცდომების გზა მან გაიარა, რაც თუ არა აუცილებელი რომ ჩვენც გავიაროთ, მაგრამ შეცდომები უნდა გავაცნობიეროთ, როგორი ხდება ამ დროს. და იყო ერთი საინტერესო შეცდომა. ევროპიზაციისკენ ევროპული არჩევანი გააკეთა ირანის შაჰმა. და მან რადიკალური ნაბიჯები გადადგა, რასაც რადიკალიზმს მოყვა ის, რომ მერე მოხდა ისლამური რევოლუცია, რომლისგანაც ბედნიერი არც ირანი იყო, არც შაჰი და არც მთელი მსოფლიო. ისე რომ ამ ფაქის თემაში ფაქიზად მოქმედება არის საჭირო. არც თქვენ რო ბრძანებთ ბექა რომ იყო ლაპარაკი თემაზე შეიძლება სულ იყოს, მაგრამ კონკრეტული კანონპროექტი იყო თუ არა მსჯელობის საგანი. აქ ვკამათობთ მეზე არაფერზე. თორე ლაპარაკი ისტორიულად ბევრ თემაზე არის. ვაჭრობის ტერმინი რო დაარქვით, ახლა თქვენ არ გიგულისხმიათ ვულგარული ვარიანტი, მაგრამ ნებისმიერ დიპლომატიური ურთიერთობა ვაჭრობაა. ისე რომ არა ერთი წუთით და რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს საერთოდ ცუდი პერიოდი გვაქვს, ხო? ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსები არიან ჩვენდამე აგრესიულად განწყობილი ქვეყანა და აგერ ტანკებია მაგის მოწმე თბილისიდან 1 საათის წავალზე. ნუ გაგვიკვირდება, რომ სომხეთის მიმართ გაჩნდეს ფრთხილი დამოკიდებულება და ეს არა ადამიანთა უფლებებთან კავშირში. ეს არის კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტიდან გამომდინარე. იმიტომ რომ რუსეთი ერთ-ერთი პარტნიორია, რუსეთის ერთ-ერთი პარტნიორია სომხეთი დღეს. ადამიანები მე ძალიან კარგად იცი. მაგრამ არა ჩვენი სომეხი მოქალაქეები. არა შენი სომეხი და სხვათა შორის ჩვენ სომეხ მოქალაქეებზე არ ყოფილა ის ეჭვირო რაღაცა იყო ჩამოსულ სომხურ დელეგაციაზე ლაპარაკი და არასოდეს საქართველოს მაცხოვრებელ სომხებზე ისევე როგორც საქართველოში მაცხოვრებელ რუსებზე აი ამ ხელა ანტირუსული მუხტი თითქოს არსებობს და არც ერთი ამ მუხტის მსხვერპლი რუსი არ არსებობს, ხო? ისე რომ ეს კარგად იცის ქართულმა. გასაგები. მაგ აღნიშნა მინდა უბრალოდ რომ არის სხვა მექანიზმებიც გარდა იურიდიული რეგულაციისა და იურიდიული რეგულაცია ყოველთვის უფრო მძიმე რეგულაციაა და კონფლიქტების მაპროვოცირებელი რეგულაციაა. და თუ წავალთ იმავე ევროპული არჩევანით დიალოგების, მოგვარების, თვითონ სასამართლო წავიდა ევროპული მედიაციის გზით და მოგვარების გზით, ხომ? არსებობს მოგვარების პრობლემაც და არის პრობლემა აბსოლუტურად გეთანხმებით. მთელ საზოგადოებაში არის ეს პრობლემა და არის პრობლემები ქართულ საზოგადოებაში ბევრი მიმართულებით და რელიგიური მიმართულებითაც უბრალოდ ეს კანონი და საერთოდ არც ერთი კანონი არ არის ამ პრობლემების მოგვარების იდეალური ვარიანტი. რა არის ამ პრობლემების იდეალური მოგვარების ვარიანტი? ეს უკვე სხვა მსჯელობის თემაა და იმედია იქამდე მივა ქართული საზოგადოება რომ ამაზე იფიქროს თუ ფსიქოლოგები შერჩით. მადლობთ, მოვალთ თქვენამ სალომე თუ გსურთ აზრის გამოთქმა, ჩვენი დრო იწურება, ამიტომ მოკლედ ყველას მოგცემთ შესაძლებლობას, ვინცაც ამის სურვილი გექნება. მოკლედ თქვა მართლაც, ბატონი რამაზის აზრს გავაგრძელებთ იწილად, მართლაც საქართველოს აქვს მრავალფეროვნების ტრადიცია, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ეს ჩვენი ყველასი კოლექტიური სიმდიდრეა, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რამდენიმე ათწლეულის წინ საქართველოში მართლა რეალურად იდგა იდენტობის პრობლემა, იდგა ნაციონალიზმის პრობლემა, საბჭოთა გამოცდილება მაქვს მხედველობაში და იმ საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე ამ იდენტობამ, ნაციონალიზმმა, ყოველ შემთხვევაში მისმა დომინანტურმა ფორმამ და ეთნიკური ელფერი ბატონო რამას, ანუ წმინდად, ესე ვთქვათ, ქართული წამოვიდა
წინა პლანზე, ხო? ეს ლოგიკური იყო საბჭოთა კონტექსტში, ლოგიკური იყო პოსტსაბჭოთა კონტექსტში, თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს ის პრობლემებს გვიქმნის და ჩემი აზრით ამ იდეოლოგიის მთავარი გამტარებელი ინსტიტუტი ჩვენ რეალობაში არის ეკლესია დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა მთავრობის მხრიდან არის მცდელობები, ეს კანონიც ამისი მაგალითია, რომ სამოქალაქო ჩარხში გადაიყვანოს სამოქალაქო ნაციონალიზმისა ეს იმპულსები და სენტიმენტები, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს ჯერჯერობით არანაირად არ არის წარმატებული და პირიქით ვეთანხმები ბატონ რამას, რომ შეიძლება გარკვეული უკურეაქციის საფრთხესაც შეიცავდეს ისევ და ისევ კომუნიკაციის პრობლემების და ასე შემდეგ გამო. მეცაც გეტყვით, მე ხანდახან მე მაინც ასე ვთქვათ, გარედან უყურებ ამ ყველაფერს, არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოში არ ცხოვრობ, არამედ ეკლესიური ცხოვრებითაც არ ვცხოვრობ. მე მეჩვენება, რომ ქრისტიანობა როგორც ესეთი საქართველოში პრინციპში ფაქტობრივად არც ხდება ქრისტიანობაზე ან ქრისტიანულ ფილოსოფიაზე საუბარი. როცა ჩვენი სასულიერო ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ნებისმიერ მათი ქადაგება, მათი ეპისტოლე რომ აიღოთ, იქ საუბარი არის საქართველოზე, საქართველოს გამწყინებაზე. ანუ ნაციონალიზმი და რელიგია არის გადაჯაჭული და პრინციპში მე ვიტყოდი, რელიგია ჩვენთან ქრისტიანობა საზრდოობს სწორედ ნაციონალიზმით და აქედან გამომდინარე და ეს ნაციონალიზმი როგორც ვთქვი არის ეთნიკური შეფერილობის, ყოველთა ქართველთა, ქართველ პატრიარქის ცნობილი გამონათქვამი, რომ ქართველმა ქართველზე ხელი არ უნდა აწიოს, ამაზეც არის დავა როგორ უნდა აღვიქვათ და როგორ ინტერპრეტაცია უნდა გავაკეთოთ, თუმცა ეს გამონათქვამი იყო და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით სწორედ იმის გამო რომ ეს არის უაღრესად საფრთხილო თემა და ძალიან ბევრ ემოციებს უკავშირდება და არამც არ ვთვლი მე და არ მგონია რომ აქ შეკრებილი რომელიმე ჩემი მეგობარი თვლიდეს რომ ვინმე ან მოუწოდებდეს ან ჭკუას ასწავლიდეს ან ზემოდან უყურებდეს ეს მართლა ძალიან კინოული თემა იყო საქართველოსთვის და აქედან გამომდინარე ამით манипуляცია ძალიან ადვილია პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელიტას ესე ვთქვათ, სასულიერო ელიტას, პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ოპოზიციას და დიდი მადლობა ბექა, შემდეგ გადასერბო და თქვენც მოგცემთ საშუალებას. დღევანდელი საუბრიდან დამჭა შთაბეჭდილება, რომ ის მიუღებლობა, ის მუხტი ასე ვთქვათ, პროტესტისა, რომელიც სინოდის საბოლოო განცხადებამდე არსებობდა და დაკავშირებული იყო არაადეკვატურ გაგებასთან იმ ნაბიჯისა, რომელიც პარლამენტმა გადადგა და იყო საუბრები, რომ იდენტობას გვართმენ ავტოკეფალიის შეზღუდვაზეც კი წავიდა, ხო, საუბარი. ამ მუხტს წერტილი დაუსვა და ამ საპროტესტო განწყობებს წერტილი დაუსვა სინოდის უაღრესად ჩემი აზრით მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ რამდენიმე მომენტის გამო. ამ გადაწყვეტილებაში პირველი რაც არის ნათქვამი, პრეამბულაში რაც არის ნათქვამი, არის ის, რომ რაც მანამდე არასოდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საჯაროდ ოფიციალურად ეს პოზიცია არ გამოუხატავს. არის ის, რომ კანონის წინაშე თანასწორია არათუ თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე რელიგიური თვალსაზრისით, არამედ კანონის წინაშე და კიდევ უფრო შორს წავიდა, თანასწორნი არიან რელიგიური გაერთიანებებიც კი. მე ეს მნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ის ნაბიჯი, რომელიც პარლამენტმა გადადგა ამ თვალსაზრისით და სინოდის პრეამბულა. ანუ ამას უფრო დიდ მნიშვნელობას აქვს. ეს გაცილებით უფრო პროგრესული ნათქვამია, ვიდრე პარლამენტის გადაწყვეტილება. ის თუნდაც პატარა მცირე რანჟირებას აქვს ადგილი და რაღაც ბუნდოვანებას, როგორც სამართლიანად აღნიშნა თათული. ეს არის ამოსავალი პრინციპი, არა მარტო ამ შემთხვევაში ლიბერალური დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნისა თანასწორობა და რელიგიის თავისუფლების პრინციპის დაცვა. არამედ ეს არის ქრისტიანობის ამოსავალი პრინციპიც, იმიტომ რომ ქრისტიანობა შეუძლებელია თავისუფალი არჩევანის გარეშე და უთანასწორო გარემოს გარეშე. აქედან გამომდინარე, ის საუბარი, რომელიც დღეს ქონდა პრინციპში არის ჩემი აზრით და ის უკმაყოფილება, რომელიც ამ თვალსაზრისით არის გამოხატული, არის ინერციის შედეგი და არასახავს და არ ეთანხმება სინოდის პოზიციას. ეს საუბარი აგერ საათნახევარზე მეტია გრძელდება ძალიან მოკლედ თუ შეიძლება უნდა დავამთავროთ. კიდევ ერთ ვიტყვი, რომ ისე და ისე მკაცრად შემიძლია თქვა, რომ გამოხატოთ ჩემ პოზიციამს დაკავშირებით არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეები აქციო ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ საკითხზე სხვა ქვეყანასთან ვაჭრობის გასაგებია ბატონო. მინდა ვთქვა, რომ კანონის არსებობა ქვეყანაში ბანაულობას მომავალ არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის აჩვენებს ჩვენს სახეს, ის რომ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ქართველები ისტორიულად იყვნენ ტოლერანტები, ეს ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა იმ
კანონებმა, რომლებიც იყო მიღებული თუნდაც აღმაშენებლის მიერ და თუნდაც თამარ მეფის მიერ და თავისთავად არაფერი არ არსებობს. ჩვენ სახეს განსაზღვრავს ისი რისი თქმაც ჩვენ შეგვიძლია და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის წინაშე და კანონით არიან თანასწორნი ესენი ეგერთი. მეორეც იყო ლაპარაკი, რომ შესაძლებელია რაღაც ლიბერალურმა, ასე ვთქვათ, განწყობებმა გააძლიეროს რაღაც შვას ადოლფ ჰიტლერი. ადოლფ ჰიტლერის მიმართ თუ დაიბადა ასე ვთქვათ სიმპათიები, ნუ დააბრალებს ლიბერალურ თას. განსაკუთრებით ბატონ ზაქარია თუ გსურთ აზრის გამოთქვა, ოღონდ ძალიან მოკლედ და შემდეგ ალბათ თეა დაასრულოთ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დედა ეკლესიის ამოცანა და მიზნები მარტო რელიგიურ საქმიანობაში არ გამოიხატება და დედა ეკლესია მრავალი საუკუნის განმავლობაში ატარებდა გარდასულიერი ფუნქციისა საგანმანათლებლო და სამოქალაქო ფუნქციებსაც. ამას ხაზი მინდა გაუსვა, იმიტომ რომ საგანმანათლებლო როლი დედა ეკლესიის და სამოქალაქო როლი შეუსაბამოდ მაღალია. ამიტომაც ძალიან მარტივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დედა ეკლესიასთან მიმართებაზე, ყოველთვის უნდა შევხედოთ მას არა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციის დანიშნულებით. ვიმეორებ, ის იყო მრავალი ფუნქციის მატარებელი, საომარი მდგომარეობის დროს სხვა ფუნქციასაც ითავსებდა ხოლმე, თქვენ გახსოვთ საქართველოს ისტორიიდან, როცა კაბას გაიხდიდნენ და აბჯარით შეიმოსებოდნენ. ასე რომ ამ საკითხში საჭიროა, ვიმეორებ, არც გაიდეალიზება სიტუაციის, მაგრამ არ დრამატიზება. და არა ისე, როგორც აქ იყო ზოგიერთთან წარმოჩინებული, რომ საქართველო თურმე ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სამაგალითო ქვეყანა. რაც შეეხება წმინდა სინოდის გაწყვეტილებას, ვახტანგ წმინდა სინოდის გაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო სხვა რამითაც. მათ გონიათ, რომ წმინდა სინოდის გაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ამ თემას. მე კიდევ ვამბობ, წმინდა სინოდის გაწყვეტილებამ სტარტი მისცა უფლებების გაუმჯობესებისათვის ბრძოლას. იმიტომ რომ ის შეთანხმება, რომელიც დაიდო საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიას შორის, ის შეთანხმების ნახევარი რეალიზებული არ არის. შემოიდო თაროზე და ფაქტიურად ცალკეული გაწყვეტილებების გარდა სისტემური გაწყვეტილება ამ შეთანხმებას არ მოყოლია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მე ადვილად სპეკულირებადი ხდება ეს თემა, როცა აი შენ ხო ეს ქონება გადმოგეცი, გეგონება ქონების გადაცემას მიზეზი და საფუძველი არ ქონდა. მე ხო შენ ფული მოგეცი, გეგონება ეს ფულის 99% ვახტანგ არ წავიდა გაანთლების სფეროში, ანუ ბავშვების სწავლა აღზრდას და არცით ეპისკოპოსის თუ მღვდელმთავრის მომსახურებას და ადმინისტრაციულ ხარჯებს არ მოხმარებია. ამიტომაც როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიყოთ ყოველმხრივად ობიექტური და არა ისეთნაირად, რომ სტატუსის ფორმალური საკითხი გაუთანაბროთ ტოლერანტობას და თავისუფლებას. ესე არ არის პირდაპირ კავშირში ეს საკითხი მასთან არის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, აი იდენტობის თემა არაერთხელ გაჟღერდა ამ შემთხვევაში და მე არ ამგონია, რომ საბჭოური ეპოქა ყოფილიყო ეროვნულობის და ვთქვათ სარწმუნოების როგორც ერთი მთელის და განუყოფელი, ასე ვთქვათ, განუყოფელი მთლიანობის წინაპირობა, რადგან ჩვენი ისტორია სწორედ მას გვაჩვენებს დასაბამიდან, რომ ეს ასე მოვიდა დღევანდელ დღემდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა და ამაზე ბატონმა ზაქარიამ უკვე იმჯერა, რადგანაც ეს იყო ერთი მთელი განუყოფელი ერთიანი ორგანიზმი. ეს იყო ადამიანის ეროვნება, ეროვნულობის თვითგანცდა და ამავდროულად ამის განუყოფელი იყო მისი რწმენა. თუმცა აქვე ალბათ ბანალური ჭეშმარიტება იქნება იმაზე კიდევ ხაზგასმა, რომ სწორედ საქართველოს ისტორია არის ნათელი ნიმუში, თუნდაც ებრაელების მიმართ დამოკიდებულებაში გამორჩეულად ამ ხრივ განსხვავებული როლი ჰქონდა ყოველთვის და ნაკლებად ახორციელებდა იმ გაგებით ჩაგვრას, რა გაგებითაც აღმოჩნდა, რომ დღეს მაინც გარკვეულ ორგანიზაციებს კითხვის ნიშანი აქვთ დასმული ამ საკითხთან დაკავშირებით და აქ მინდა მთავარ თემაზე გავამახვილო ყურადღება, რომ არ მოხდეს აი ძალიან ფაქიზი და სერიოზული საკითხების და ყველაზე ფაქიზი და სერიოზული ეს არის ეროვნულობის, სარწმუნოების საკითხები, იცით, არავინ არ გამოდის დღეს იმაზე, რომ ვთქვათ, მართლაც მეცნიერებას სერიოზული პრობლემები უდგას, თუმცა კი უნდა გამოხატონ ადამიანებმა თავისი სათქმელი, მაგრამ როცა საკითხი ეხება ადამიანის ეროვნულობას, მის სარწმუნოებრივ, ასე ვთქვათ, საკითხებს და განცდებს, ეს არის ის თემა, რომელიც ნამდვილად იდენტობის თემაა და
თუ სწორად არ გავარკვიეთ საზოგადოება რასთანა გვაქვს საქმე და სინოდის გადაწყვეტილება სწორედაც კარგია ვეთანხმები ბექას რომ იმ საკითხის დეკლარირებით იწყება რასაც ისინი რეალურად თავისი მენტალობით თავისი საქმეში ყოველდღიური და დამოკიდებულებებით ავლენდნენ და ეგ უკვე ვერბალურად დაფიქსირდა როგორც დოკუმენტი და აქვე ვიტყვი ბოლოს რომ ნებისმიერი ავტორიტარული ძალადობრივი ძიახად ძალადობრივი, რასაც ნიშნავს თავზე აზრის მოხვევა და არადემოკრატიული პრინციპებით გარკვეული საკითხების გადაჭრა და კანონის სახით მიღება, იწვევს საპირისპირო ქმედებებს რადგან ფსიქოლოგიაში არაპრიორიტეტულ დარგში საქართველოსათვის ცნობილია დასავლურში, რომ წინააღმდეგობრიობა ზრდის მიზიდულობის და ამ გაგებით დაპირისპირების ხარისხს. აი ეს ის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, კვლევების თემა არის, რომელიც ჩვენმა რეალობამ და გაითვალისწინოს იმისათვის, რომ ევროპული, ასე ვთქვათ, ფასეულობები გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ყველანაირ საეთერო დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ რას ვიზამ, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. რეკლამის შემდეგ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება, დიდი მედია ორგანიზაციების რეგულირება ევროპული თანამეგობრობის კომისიის მიერ რეკლამის შემდეგ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ამსტერდამის ხელშეკრულებას 1997 წლის 2 ოქტომბერს მოაწერეს ხელი ევროპული თანამეგობრობის წევრებმა. 1999 წლის 1 მაისს კი ხელშეკრულება ამოქმედდა. მან არსებითი ცვლილებები შეიტანა ევროკავშირის ხელშეკრულებაში, რომელიც 1992 წელს მაასტრიხტში მიიღეს. ამსტერდამის ხელშეკრულება გახდა შედეგი იმ გრძელი მოლაპარაკებებისა, რომელიც მესინაში 1995 წლის 2 ივნისს დაიწყო, რომის ხელშეკრულებიდან 40 წლის შემდეგ. ამსტერდამის ხელშეკრულებაზე მუშაობა საბოლოოდ 1997 წლის 18 ივნისს დასრულდა. ამსტერდამის ხელშეკრულება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ევროპაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის გადაიდგა. ის თავის მხრივ გულისხმობდა დიდ მხარდაჭერას ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებისადმი, მოქალაქეთა დასაქმებას, თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და გამართულ სასამართლო სისტემას. ეს ხელშეკრულება იყო საფუძველი იმ დოკუმენტისა, რომელიც ევროკავშირის სამომავლო გაფართოებას გულისხმობდა. 1990 წლიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მედია მფლობელობა ინტენსიური რეგულაციის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. დიდი ევროპული მედია კონგლომერატების ისტორიულ განვითარებასა და გაფართოებაში ახალი არაფერი შეინიშნებოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ტრადიციული საზღვრები, რომელიც მედიის სხვადასხვა სექტორს ერთმანეთისგან ყოფდა და მედიას გარე კომუნიკაციისგან იცავდა, შესუსტდა. ამის მიზეზი ძირითადად ახალი ტექნოლოგიებისა და ევროპის საერთო ბაზრის ფაქტორების გაბუნდოვანება იყო. 1996 წლის შემოდგომაზე გერმანიაში ხელი მოეწერა ახალი მაუწყებლობის ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტმა საგრძნობლად შეამსუბუქა ის აკრძალვა, რაც სამაუწყებლო კომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით არსებობდა. საფრანგეთმა ეს სიახლე 1994 წლიდან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობაში დანერგა. ევროპის გარდა ტელეკომუნიკაციის აქტი 1996 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო. ეს გახლდათ მედიის ლიბერალიზაციის ნათელი ტენდენცია. 1997 წელს ევროპულმა კომისიამ დღის წესრიგში დააყენა დიდი მედია ორგანიზაციების რეგულირების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიღეს სპეციალური ფილმი მედიის საკუთრება საერთო ბაზარზე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე საღამო საათ 9-მდე პირველ არხზე ნახვამდის.